თურქეთი ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ეფექტურად იყენებს ბალანსის პოლიტიკას რუსეთისა და დასავლეთის მიმართებით. ეს პოლიტიკა მათ ეხმარება საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენების გაძლიერებაში მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში, მათ შორის კავკასიაშიც. საქართველოსთვის თურქეთის მნიშვნელობა უპირობო არის. თურქეთი დღესდღეობით ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი მოწინავე მხარდამჭერი ქვეყანაა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მიუხედავად ამისა, ქართულ საინფორმაციო სივრცეში თურქეთის შიდა და გარე პოლიტიკის განხილვა ნაკლებად ხდება. ზუსტად ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი გადაცემა დაუთმოთ თურქეთის საკითხს. რა ინტერესები აქვს თურქეთს კავკასიაში? როგორ ერგება თურქეთი ახალ საერთაშორისო გარემოს და რა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოსთვის? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტში სახელწოდებით როგორ და რატომ. დღეს ჩვენი სტუმარია თურქეთის მკვლევარი ბატონი სანდრო ბაკურაძე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ხოლო პოდკასტს წავიყვან მე, ერეკლე შუბითიძე, თავდაცვის და უსაფრთხოების მკვლევარი და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს დირექტორი. სანამ დავიწყებთ პოდკასტს, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, შესაბამისად გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ჩვენი პოდკასტი და ასევე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube და სხვა სოციალური მედიის გვერდები. ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენი პოდკასტის განვითარებაში და უფრო კარგი შიგთავსის კონტენტის შემოთავაზებაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვი თურქეთის ელემენტი ქართულ პოლიტიკაში ნაკლებად ნაცნობილი არის თურქეთის საგარეო ან შიდა პოლიტიკა. ჩვენთვის ხშირად თურქეთი გამოჩნდება ხოლმე ქართულ საინფორმაციო სივრცეში როცა რაღაცა განსაკუთრებული ხდება. ისე პრაქტიკულად არ არის განხილვა და მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი არის საერთაშორისო დონეზე. მე მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელსაც აინტერესებს რა არის თურქეთის, უпростоრად რა იყო თურქეთის გლობალური სტრატეგია საერთაშორისო დონეზე მიდგომები და ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა საერთაშორისო წყობის არევამ ასე ვთქვათ, რა გავლენა იქონია ამ ყველაფერზე. მოგესალმებით და მან პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ მოწვევისათვის. თურქეთის შიდა პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ბოლო პერიოდში პირველ რიგში იყო საკუთარი რეგიონული გავლენის შენარჩუნება და აქ თურქეთი მიუხედავად თავის იგივე საგარეო პოლიტიკური ვალდებულებებისა, ნატოს წევრობისა და სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა პირველ რიგში დაბალანსებული და პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას ცდილობდა, რომელშიც ასევე ძალიან ძლიერი იყო შიდა პოლიტიკურ პოპულიზმზე ორიენტირებული ნაბიჯებიც. თუმცა საბოლოო ჯამში ამ გარკვეულწილად ორაზროვანმა პოლიტიკამ ერთი მხრივ შედეგი გამოიღო, რომ თურქეთი ერთი მხრივ დარჩა დამოუკიდებელი მოთამაშის იმიჯის მქონე აქტორად, რომლის კოოპტაციას როგორც დასავლეთს, ისე რუსეთს სურდა, თუმცა რაც შეეხება რეალურ სარგებელს, ეს საკმაოდ ჩახლართული საკითხია. იგივე მაგალითად S-400-ების შესყიდვის საკითხმა რუსეთთან მიმართებაში ძალიან დააზარალა მათი ავიაცია, რადგანაც ისინი F-35-ების პროგრამიდან იქნენ ამოღებულები და ამავე დროს საკმაოდ საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო ავტორიტარიზაციის პროცესის გახრმებას, რომელმაც თავის მხრივ პირველ რიგში დასავლური ინვესტიციები საკმაოდ შეამცირა და მეორე მხრივ ერდოღანს საშუალება მისცა მოესპო თითქმის ყველა ის შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც ქვეყნის შიგნით იგივე კორუფციას და მსგავს რაღაცებს მეტნაკლებად გააკონტროლებდა და მან გამოიწვია საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც დღესაც გრძელდება. თუმცა მეორე მხრივ ამან გარკვეული შედეგებიც მოიტანა, იგივე საბოლოო ჯამში სწორედ მორაზროვანი პოლიტიკის წყალობით თურქეთმა შეძლო საბოლოო ჯამში გარკვეული როლი გარანტირება მოეხერხებინა ბაშარ ასადის დამხობის შემდგომ სირიაში და ამავე დროს გარკვეული როლიც ჰქონდა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობაში, მაგალითად იმ მხრივ, რომ სწორედ მან და თურქეთის პირდაპირმა ინტერვენციამ გადაარჩინა იდლიბის ანკლავი, სადაც შეიქმნა ეს ჰარაკათ თაჰრირ ალ-შამის საამირო, რომელიც პლაცდარმად იქცა საბოლოო ჯამში ამ ორგანიზაციის დამასკოზე ლაშქრობისათვის, თუმცა ამის მიუხედავად სირიაში
თურქების პოზიციები მაინც საკმაოდ მყიფეა და იქ ისრაელის, ამერიკის, რუსეთის და არაბული ქვეყნების საკმაოდ განსხვავებული ინტერესები საბოლოო ჯამში სირიის საკითხს თურქეთისათვის იმხელა გამარჯვებად არ აქცევს, როგორც ის სხვა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო. მოკლედ რომ შევაჯამოთ, თურქეთი თავისი ორაზროვანი პოლიტიკის წყალობით ერთი მხრივ ინარჩუნებს ძალიან მნიშვნელოვანი აქტორის იმიჯს, თუმცა მეორე მხრივ შიდა პოლიტიკური პოპულიზმის გავლენით თურქეთის საგარეო პოლიტიკა მიუხედავად გრძელვადიანი გეგმებისა ძალიან არის დამოკიდებული მოკლევადიან ფაქტორებზე, რაც ერთგვარ არაპროგნოზირებადობის ფაქტორსაც შემოიტანს ხოლმე ამ საკითხში. გასაგები არის ძალიან საინტერესო ფაქტორი არის, რომ როგორც მე მივხვდი, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორ სკამზე ჯდომა მაინდა-მაინც ცალსახად პოზიტიურ შედეგებში არ თარგმნა თურქეთისთვის, ხო? ანუ რაღაც მომენტებში კი იყო პოზიტიური ელემენტები, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, როგორც საჰაერო სისტემაზე თქვით, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინდა-მაინც რეჟიმის სასარგებლოდ არ წავიდა სიტუაცია. დიახ, მაგალითად ამ საკითხმა იგივე და დაკავშირებულმა ფაქტორებმა იგივე სირიელი მიგრანტების ფაქტორის იარაღად გადაქცევა ამ და მსგავსმა დეტალებმა ერთი მხრივ ერდოღანს საშუალება მისცა პირველ რიგში ევროპის და ამერიკის ზედმეტი რეაქციების გარეშე მოეხერხებინა ქვეყნის შიგნით ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია და ქვეყნის მმართველობის სტილის ავტორიტარიზაცია, მაგრამ მეორე მხრივ ამ ყველაფერმა შექმნა ისეთი სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ისევე ერდოღანისავე ამომრჩევლის და ერდოღანის მხარდამჭერთა ბლოკის დადნობა დაიწყო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მხარე შიდა პოლიტიკა იყო საბოლოო ჯამში, ამ ორ სკამზე ჯდომამ შიდა პოლიტიკაშიც გამოიღო ისეთი შედეგები, რომლებიც საბოლოო ჯამში ერდოღანისთვის უფრო სასურველი არ იყო და ამჟამადაც იგივე ქურთებთან ეგრეთ წოდებული სამშვიდობო პროცესის საკითხით და მსგავსი პოპულისტური ნაბიჯებით, ისევ შიდა პოლიტიკის და სავარაუდო ვადამდელი არჩევნების პირობებში ოპოზიციისთვის ერთგვარი თავისთვის სასურველი ფორმის მიცემის მცდელობებსაც ვხვდებით. ანუ ეს არის ქვეყანა, რომლის შიდა და საგარეო პოლიტიკა რეალურად იმაზე მეტადაა გადაჯაჭვული, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. და ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში შეიძლება იყოს. თლად მასე არ არის, სხვა ქვეყნებშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე ტრამპის ამერიკაშიც ბევრად უფრო მეტად გადაიჯაჭვა შიდა და საგარეო პოლიტიკა და ზოგადად მსგავსი ტიპის პერსონალისტურ ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე რეჟიმებს ეს ახასიათებთ. უბრალოდ თურქეთში ამას რადგან ყურადღებას არ ვაქცევდით, ვინაიდან ის ევროპად არ იყო კოდირებული ჩვენ მეხსიერებაში, ამერიკაში უცებ მიაქცია ყურადღება, თორემ რეალურად მე ვთვლი, რომ ტრამპიც, ორბანიც, ერდოღანიც და ბევრი სხვაც ერთი და იგივე პოლიტიკური ტრენდის ნაწილები არიან, უბრალოდ ჩვენთან იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ანალიტიკოსს ეს American exceptionalism, ამერიკის გამონაკლისობის რწმენა ძალიან ღრმა დააქვს. იმის უარყოფის ტენდენცია, რომ ამერიკა რეალურად ჩვეულებრივი ქვეყანაა, საკმაოდ გავრცელებულია. კი ბატონო. ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა, რო თქვით, სირიიდან გადაადგილებული პირების იარაღად გამოყენება, ეს არის იმ მიმართებაში, რომ თურქეთი ევროპაში უშვებდა, ხო? უშვებდა, ცოტა ჩახლართული ამბავია. აქ იყო პირდაპირ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფორმირებები, კრიმინალური ფორმირებები, რომლებიც უშუალოდ ამ მიგრანტების ევროპაში გადასვლას უწყობდნენ ხელს, მაგრამ საბოლოო ჯამში თურქეთის ხელისუფლება ამჯობინებდა, რომ ეს მიგრანტები მაინც თურქეთში ყოლოდა, რადგანაც ერთი მხრივ ისინი როგორც იაფი მუშახელი პირველ რიგში უზრუნველყოფდნენ იაფი მუშახელის წყაროს ერდოღანის მხარდამჭერი წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის და ეს ზოგადად წვრილი და საშუალო სამრეწველო ინდუსტრიები ჯერ კიდევ ერდოღანამდე მისი პოლიტიკური მოძრაობის მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ევროპაში ულტრამემარჯვენე და ანტიემიგრანტული მოძრაობების გაძლიერებასთან ერთად ერდოღანმა შეამჩნია, რომ ამ საკითხით ძალიან კარგი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის მიღება შეიძლებოდა და ერთი მხრივ მერკელთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ემიგრანტების თურქეთის ტერიტორიაზე დატოვების სანაცვლოდ თურქეთი ევროკავშირისგან საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას იღებდა და მეორე მხრივ სწორედ ამ ემიგრანტების კარტის გამოყენებითვე თურქეთმა მოახერხა და ევროკავშირს და მასთან ევროპის ქვეყნებს რაღაც ხნით მაინც დაავიწყებინა მათი დეკლარირებული პრინციპები დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე. ანუ მაინც საბოლოო ჯამში ეფექტურად გამოიყენეს ეს ყველაფერი თავის
მხრივ. ძალიან საინტერესო არის თვითონ თურქეთის ფაქტორი, ანუ მისი გლობალური ამბიციები როგორი არის? ის ესწრაფვის უფრო რეგიონული ძალის სტატუსს თუ აქვს მას ამ რეგიონის გარეთ ამბიციები? დავიწყოთ იქიდან, რომ თურქეთი ისევე როგორც რუსეთი პოსტიმპერიული აქტორია, სადაც ეს იმპერიული მენტალობა რეალურად არსად არ წასულა. მართალია წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით ქემალიზმი შეძლებისდაგვარად ანტიინტერვენციონისტული იყო და ათათურქის პერიოდში თუ არ ჩავთვლით ჰათაის საკითხს რაიმე სერიოზული ინტერვენცია არ ყოფილა და სხვა ტერიტორიული პრეტენზიების იგივე მოსულის რეგიონზე ერაყში ან იგივე მაგალითად სხვა ტიპის პრეტენზიებზე საბჭოთა კავშირთან პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე თურქებმა უარი თქვეს და დიდი ალბათობით რომ არა მეორე მსოფლიო ომის მოახლოება ევროპაში და საფრანგეთის პრობლემები გერმანიასთან არც მაშინდელი სირიის ფრანგული მანდატის ნაწილს ალექსანდრე და სანჯაყს ან დღევანდელ ჰათაის არ მიაწვებოდნენ ძალიან უბრალოდ გეოპოლიტიკური შესაძლებლობა იყო და გამოიყენეს მაგრამ ამის შემდეგ განსაკუთრებით ცივი ომის პერიოდში თურქეთი ამ მხრივ ძალიან ფრთხილი იყო მაგრამ ამის მიუხედავად პირველ რიგში მუსტაფა ქემალის პერიოდში გატარებული რეფორმების და შემდეგ უკვე ამ ტრადიციის გამგრძელებლების ოპონენტებმა საპირწონედ ერთგვარი ოსმალეთის იმპერიის რომანტიზება და ამ ტრადიციული ეს დამპყრობლური სულის ხელახლა გაღვივება აირჩიეს და ერდოღანიც რეალურად სწორედ ამ წლებში გაიზარდა და შესაბამისად ეს ირედენტისტული იმპერიალისტური რიტორიკა ერდოღანთან ერთად ოფიციალურად დაბრუნდა თურქულ პოლიტიკაში. თუმცა, როცა საქმე ეხება რეალურად რა უნდა თურქეთს როგორ იყენებენ, რანაირად აკეთებენ, სადაც ახლა რთული საკითხია. მაყურებლისთვის ცოტა გასაგები რომ იყოს რა განსხვავება არის ქემალისტურ იდეოლოგიასა და ანუ უფრო ოსმალურ იმპერიულ ისლამურ მიმართულებას შორის. დავიწყოთ იქიდან რომ ქემალიზმი ეს იყო იმის შედეგი რომ მანამდე ოსმალეთში არსებულმა ყველა იდეოლოგიამ იქნებოდა ეს პანთურქიზმი, იქნებოდა ეს ისლამიზმი, თუ იქნებოდა ეს ოსმალიზმი, სასტიკი მარცხი განიცადა და ქემალიზმი ამ შემთხვევაში იქცა ისეთ რამედ, როგორიც იყო ახალი ერის სახელმწიფოს ერთგვარი იდეოლოგია იქცა, რომელიც რეალურად ძალიან ჩახლართული საკითხია და არგენტინულ პერონიზმსაც კი მოგვაგონებს ვინაიდან ქემალიზმს ძალიან ბევრი ინკარნაცია გააჩნია არის მემარცხენე ქემალიზმი, მემარჯვენე ქემალიზმი 1880 წლის ხუნტის გენერლების ultramilitarisტული ultramემარჯვენე ქემალიზმი ანუ იდეოლოგიური ქემალის ფიგურის გარდა ფაქტობრივად საერთო ამ ქემალიზმებს ბევრი არაფერი არ აქვს. ეს არის რეალურად ერთი ადამიანის გარშემო მითის შექმნა და მის სხვადასხვანაირი იდეოლოგიური ინტერპრეტაციების მიცემა. რეალურად ერთი მონოლითური ქემალიზმი როგორც ასეთი არ არსებობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც თავად ათათურქმა დაარსა 60-იანი წლებიდან მემარცხენე ცენტრიზმი და სოციალ-დემოკრატია გამოაცხადა თავის დეკლარირებულ მიზნებთან, ქემალიზმი მაინც უფრო სოციალ-დემოკრატიასთან გახდა ასოცირებული, მაგრამ რეალურად თუ კი თავად ათათურქის პერიოდს მივაქცევთ ყურადღებას, მაშინაც კი რამდენიმე იდეოლოგიური ტრანსფორმაცია განიცადა ამ ყველაფერმა და 30-იან წლებში რეალურად ეს იმ პერიოდის ევროპულ ავტორიტარულ რეჟიმებს უფრო მოგვაგონებდა თავისი საკმაოდ სერიოზული მემარჯვენე შტრიხებით. უბრალოდ განასხვავებდა ამ რეჟიმებისგან მას ის, რომ ეს იყო ერთი მხრივ უფრო მეტად პრაგმატული, უფრო მეტად რეფორმისტული და მეორე მხრივ იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა ძალიან სერიოზული ტრამვა, რომელიც ოსმალეთის იმპერიამ გამოიწვია, ცდილობდა ისეთ საგარეო ინტერვენციონისტული პოლიტიკა არ ეტარებინა, რომელიც გარანტირებულად წარმატებული არ იქნებოდა. ამიტომ იყო, რომ მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, ჰათაის საკითხის გარდა ბოლომდე არაფერს არ მისწოლიან. ჰათაის საკითხი რა არის? ეს არის დღევანდელი ჰათაის პროვინციის, ისტორიული ალექსანდრე და სანჯაყის საკითხი, რომელიც ეკუთვნოდა საფრანგეთის სირიის მანდატს და რომელზეც პრეტენზიასაც ხაზებდა თურქეთიც. იმ მიზეზით, რომ აქ მოსახლეობის უმეტესობა თურქი იყო. რეალურად მცლადასე არ იყო საკმაოდ ჭრელი რეგიონი იყო ეს ეთნიკურად, მაგრამ საბოლოო ჯამში იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მსოფლიო ომის კონტურები იკვეთებოდა ევროპაში და საფრანგეთს გერმანული საფრთხე უფრო წინა პლანზე ჰქონდა გადმოტანილი, ფრანგებმა საბოლოო ჯამში ეს რეგიონი თურქებს უბრძოლველად დაუთმეს.
გასაგებია. უბრძოლველად დათმობის თემა რო გავაგრძელოთ, საქართველოს მიმართებაშიც გვაქვს გარკვეული ისტორიული ფაქტები, რომელიც მოიცავს ქართული ტერიტორიების თურქებისთვის გადაცემას. ეს მე მივდივარ თვითონ ყარსის ხელშეკრულებამდე, რაც საბჭოთა კავშირმა გააფორმა თურქეთთან და ძალიან საინტერესო ისტორიული ფაქტია ეს თვითონ და ძალიან ბევრი სპეკულაციის და დეზინფორმაციის საფუძველი გახდა. მაგალითად 21 წელს 2021 წელს გავრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამას ვადა გაზდის და ახლა გადახედვა უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. და ძალიან საინტერესოა თვითონ ისტორიული კონტექსტი რა მოხდა მაშინ, ჩვენი ტერიტორიები როგორ გადაეცა თურქეთს და მართლა გაზდის თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას. რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიების მაშინ თურქეთის კონტროლის ქვეშ გადასვლას, ეს რეალურად არანაირი რეალური ომით და ბრძოლით არ მომხდარა, ეს იყო სიტუაცია, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის წინაშე დარჩენილ საქართველოს ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ერთი მხრივ როგორმე შებრკოლებინა თურქული ინტერვენცია და შეეჩერებინა გარკვეულ ზონაზე, რის მეორე მხრივ კი იქ არსებული შეიარაღებული ძალების დაყოფები გამოეთავისუფლებინა და ეს ერთგვარი იძულებითი ნაბიჯი, რის გამოც რის ფარგლებშიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ტერიტორიები თურქეთს დაუტოვა, მაგრამ მიუხედავად თურქული ნარატივებისა, ეს რაიმე გათავისუფლება, ბრძოლა ან რამე ასეთი არ ყოფილა, ეს იყო უბრალოდ ის, რომ საბჭოთა ინტერვენციის წინააღმდეგ შედარჩენილ საქართველოს ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა და თურქეთთან სრულმასშტაბიანი ომის და ორ ფრონტზე აღმოჩენის საფრთხის ნეიტრალიზაცია მას ესწარდა. თუმცა ამის მიუხედავად თურქეთში ეს დღეები როგორც წესი ისე აღინიშნება თითქოს რაიმე დიდი გმირული ბრძოლის შედეგად გათავისუფლებულიყო იქაურობა, რაც ისევ და ისევ ორ ფაქტორთან დაკავშირებული მგონია. პირველი იმასთან, რომ ზოგადად თურქეთი საკმაოდ მილიტარისტული პროპაგანდის მქონე საზოგადოება იყო და ახლაც მასეა, უბრალოდ ახლა უფრო მეტად ისლამური ელფერით შეიფუთა მანამდე კი ეს უფრო ათათურქთან და მისთან მებრძოლებთან უფრო მანამდე კი ამ წარმატებულ სულთნებთან იყო დაკავშირებული და ამის ფარგლებში იქ როდესაც მართლაც რეალურად ჰქონდა შემთხვევები, როდესაც იგივე ანთებში, იგივე იზმირში, იგივე მაგალითად ესქიშეჰირთან და ასე შემდეგ მართლაც ძალიან სერიოზული ბრძოლები იყო და იქ რაღაც გათავისუფლებაზე მართლაც შეგვიძლია ვისაუბროთ. აქ იმარსებული სახელმწიფო პროპაგანდის პირობებში საშუალო სტატისტიკური ართვინელი, რომელიც რეალურად ეთნიკურად თურქი არც იყო, რეალურად საზღვრად აჭარის მხრიდან გადმოსულ რომელიმე ქართველთან საუბარში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და თურქულად საუბარზე მეტად ეს ემარჯვებოდა და მაგრამ ამავე დროს მასში ისლამური იდენტობა ძალიან ძლიერი იყო და ამავე დროს თურქეთის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ მის ქალაქში არ იყო ისეთი ბრძოლები, რომ ამას გმირები წარმოეშვა, არ იყო არაფერი ისეთი, რის გამოც გულზე მჯიღის რტყმა შესაძლებელი იყო და ასეთ რეალობაში ადგილობრივმა მოსახლეობამაც თანდათან გადაწყვიტა, რომ ჩახვალოდა ამ სახელმწიფო ნარატივებს და ასე შეიქმნა რეალურად უბრალოდ საქართველოს ჯარის უკანდახევის შედეგად თურქეთის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიებზე გმირული ბრძოლების მითოლოგია და მსგავსი ნარატივები. ანუ ეს რეალურად სტანდარტული ურაპატრიოტიზმი, რომლის მაგალითებსაც ჩვენთან ძალიან ხშირად ვხვდებით. პრობლემა უბრალოდ ის არის, რომ ჩვენთან ვინაიდან თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების რომანტიზება ძალიან არის გავრცელებული და ითვლება, რომ ისინი ისეთივე დიასპორა არიან, როგორც მაგალითად ევროპაში წასული ქართველები ბოლო პერიოდში, ან იგივე ამერიკაში წასული ქართველები ბოლო პერიოდში, ამის გამო ამ საკითხების იგნორებას ამჯობინებენ ჩვენთან და ისევ ამ რეალობისგან ძალიან დაშორებულ ჩვენებუროლოგიას და ჩვენებურების მითოლოგიას შესაწვევენ, მაშინ როდესაც არც თურქეთში მცხოვრები ყველა ქართველი არ არის ჩვენებური, იგივე ართვინელები მაგალითად ავტოქტონები არიან იქაური ძველი მოსახლეობა და მათთვის ჩვენებურის წოდება ძალიან არასწორია, ვინაიდან აქ ის ემიგრანტული გარემო და ის მუჰაჯირებით დასახლებული მრავალეთნიკური ადგილები უბრალოდ არ არსებობს, სადაც ეს ჩვენებურის ცნება რაიმე სახის აქტუალურობის მეტარებელი იქნებოდა. გასაგებია. და ხელშეკრულებას ვადა გაზდის? არა. თავად ხელშეკრულების ტექსტი რუსულად, ფრანგულად, თურქულად და კიდევ ერთი ორ ენაზე ზუსტად მახსოვს. ნებისმიერ ღია წყაროში მოიპოვება, ჩვენ არქივებშიც უნდა იყოს, ჩვენ სახელმწიფო საიტებზეც, თურქეთის პარლამენტის და ეროვნული არქივის და კიდევ არაერთ სხვა საიტზეც ღია წვდომაში არის და იქ
პირდაპირ შავი თეთრზე წერია, რომ არაფერი მსგავსი და არანაირი დამატებით რაღაცა ხელშეკრულების ვადაზე არ არსებობს და თუკი ხელშეკრულებაში მისი ვადები არ არის განსაზღვრული, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება მანამდე არის მოქმედი, სანამ გარკვეული მიზეზების გამო მისის შემცვლელი ახალი ხელშეკრულება არ დაიდება. მსგავსი ხელშეკრულება კი როგორც ვიცი არ გვაქვს. გასაგებია. როგორ შეგვიძლია ავღწეროთ თურქეთის ინტერესები კავკასიაში, საქართველოში და ზოგადად კავკასიის რეგიონში? საქართველოში და კავკასიის რეგიონში თურქეთის მთავარი ინტერესები ერთი მხრივ აზერბაიჯანში არსებული სიტუაციის შენარჩუნება იმ მხრივ, რომ აზერბაიჯანი ერთი მხრივ თურქულ პოპულისტურ ნარატივში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც მთავარი დასაყრდენი, მთავარი მოძმე და ეს ცნობილი ერთი-ორი სახელმწიფო საკითხების ამბავში. მეორე მხრივ აზერბაიჯანი არის თურქეთისთვის, რომელსაც საკუთარი ბუნებრივი აირის და ნავთობის მარაგების საკმაოდ მცირე აქვს მნიშვნელოვანი მომარაგების წყარო და ამავე დროს კასპიის ზღვასთან კავშირის გამო შუა აზიასთან დეეფნის ერთ-ერთი ნაწილი, რომელთან ურთიერთობების გარკვეულწილად ფინანსურად უფრო მომგებიანია, რადგანაც ირანი, როგორც წესი თურქული გადამზიდავი კომპანიებისაგან და სატრანზიტო ტურისტებისაგან ბევრად უფრო მეტ ტარიფებს იღებს და ამ მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს თურქეთს და իրანს შორის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთს და իրანს შორის არსებული ძალების დინამიკა არ არის ძალიან განსხვავებული, ზეწოლის მექანიზმს თურქეთი ირანის წინააღმდეგ ასე ვერ იყენებს, ანუ ეფექტური ზეწოლის მექანიზმი ამის შესამცირებლად არ აქვს. შესაბამისად, აქ აზერბაიჯანი და მისი კასპიის ზღვის ზეწოლა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საქართველოს, ეს თურქებისათვის პირველ რიგში არის ერთი მხრივ დერეფანი აზერბაიჯანთან, რადგან სომხეთის საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის და რომც გაიხსნა ხვალ თურქეთ-სომხეთის საზღვრები, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას იქნება ეს სახმელეთო გზები, რკინიგზა, ნავთობ და გაზსადენები და ასე შემდეგ, სომხეთის ტერიტორიაზე ასე უცებ ვერ გააკეთებენ და ასე უცებ მათი ჩანაცვლება ვერ მოხდება. თან არც ის არ უნდა დავიწყოთ, რომ თურქებს და სომხებს შორის არსებული ისტორიული უნდობლობა არსად არ წავადა, ხვალ რომ მოხდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ოფიციალური ნორმალიზებაც კი ეს ფაქტორები კვლავ დიდხანს გააგრძელებს იმ როლის შესრულებას, რომელსაც ისინი დღეს ასრულებენ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანს ხდის თურქეთისათვის, არის ის, რომ მას თუკი ამის საშუალება იქნება, ურჩევნია რუსეთთან პირდაპირ სახმელეთო საზღვარი არ ჰქონდეს. და აქ საქართველოს ერთგვარი ბუფერული ზონაცაა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ბუნებრივი საზღვარიც იყო შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, რომელიც თურქებს მეტნაკლებად მომზადების საშუალებასაც მისცემს, რადგან თურქები მიუხედავად იგივე რუსული პროპაგანდის ძალიან დიდი პოპულარობისა თურქულ მედია სივრცეში და ბევრი სხვა საკითხისა, რეალურად რუსებს არც დღეს არ ენდობიან ბოლომდე და თუნდაც ეს შანსი მინიმალური იყოს, რუსეთთან კონფლიქტის შესახებ გეგმებსაც ყოველთვის აწყობენ ხოლმე. და აქ არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ ცივი ომის პერიოდში თურქული ისტებლიშმენტი ანტიკომუნიზმის ამბავში პაპზე უფრო დიდი კათოლიკე იყო, ანუ რაღაც საკითხებში ამერიკაზე უარესებიც კი იყვნენ, ანუ უხეშად რომ ვთქვა, თუკი ამერიკაში მაკარტიზმი რამდენიმე წელი გაგრძელდა თურქეთში ამის ცივი ომის დასასრულამდე. და ამ მომენტის გავლენაც არის. შეიძლება ითქვას, თურქეთი უფრო მწვავედ აღიქვავს რუსეთის საფრთხეს, ვიდრე დასავლეთი ნატოს სხვა წევრი ქვეყნები. ეს ძალიან საინტერესო დეტალია. ისტებლიშმენტში, თურქულ ისტებლიშმენტში მიუხედავად ამ ბალანსის პოლიტიკისა, ეს რუსეთი როგორც მტრის ნარატივი მაინც ძალიანაა გამჭდარი, მაგრამ რაც შეეხება მასებს, აქ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ცივი ომის პერიოდში თურქეთში, როგორც მემარცხენე ისე მემარჯვენე სპექტრზე, ეს third world-ის მესამე სამყაროს რაღაც ძალიან პოპულარული იყო და რეალურად თურქეთის მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის იყო ანტიამერიკული, რაღაც ნაწილი ძალიან ანტიევროპულიც, მაგრამ ცივი ომის პერიოდში არსებული დინამიკების გამო ხელისუფლებამ და ელიტებმა დასავლეთთან ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება ამჯობინეს. ანუ აქ მართველი ელიტების და საზოგადოების გაურებასთან ყოველთვის ჰქონდა საქმე და შესაბამისად, ვინაიდან ეს ნარატივი და ეს საკითხები ცივი ომის შემდეგაც გაგრძელდა, ამიტომ მოსახლეობაში და კულტურული და პოლიტიკური ელიტების ერთ ნაწილში რუსულ პროპაგანდას თურქეთში ძალიან დიდი გავლენა აქვს. იქნება ეს უკრაინის საკითხი თუ სხვა რამე.
ძალიან საინტერესოა. ერთი დამაზუსტებელი კითხვა მაქვს. თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, თურქეთი ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი, განცხადება გაკეთებული აქვს. აღიქვავს თურქეთი და თურქული საზოგადოება თავის თავს დასავლეთის ნაწილად, თუ რამე სხვა ფორმატში მოიაზრებს საკუთარ თავს. ეს ძალიან საინტერესო დეტალია. ანუ თურქული მოსახლეობის რაღაც ნაწილი თავს დასავლეთის ნაწილად და ევროპის ნაწილად აღიქვამს და ეს რატომ ევროპელებმა დააქვთვლით და რაღაცა ეს გულისწყრომა მათ მართლაც გააჩნიათ. უბრალოდ პრობლემა არის რა. მოსახლეობის ეს ნაწილი არის ძალიან მცირე და როგორც წესი რესპუბლიკის პერიოდში ან უფრო ადრე ურბანიზებული მოსახლეობისგან შედგება. მაგრამ საქმე არის რაში? თურქეთი არის გვიან ურბანიზებული საზოგადოება. რისი წყალობითაც, გარდა იგივე კლასობრივი, იგივე სოციალური დაყოფისა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული უფსკრული ქალაქებში მოგვიანებით ჩამოსულ მოსახლეობას და ასე ვთქვათ ძველ ქალაქელებს შორის. და მეორე მხრივ ძალიან დიდია კულტურული სხვაობა ცენტრალურ ანატოლიას და აღმოსავლეთს და მეორე მხრივ ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს და სტამბოლის ძველუბნებს შორის. შესაბამისად აქ კულტურული ომების ფაქტორიცაა და აქ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მოსახლეობის ამ ნაწილის დასავლურობაზე აპელირება შეგვიძლია ვთქვათ რომ გოემობა და კოკოფსიკობა დაღიქმება და საკუთარი ფესვების დავიწყება და ასე ვთქვათ. ანუ ამაზე ერთმნიშვნელოვანი კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა მეორე ძალიან საინტერესო ფაქტორი. იმ მოსახლეობის საკმაო ნაწილი, რომელიც თავს რეალურად ევროპელად და დასავლეთად არ თვლის, პრინციპში ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის ზუსტად იგივე მიზეზის გამო, რის გამოც საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს ასევე უნდა ევროკავშირი. ეს არის რა? ჩვენი არ იყოს თურქეთშიც, პირველ რიგში იგივე გერმანიაში, ჰოლანდიაში და იქ სამუშაოდ წასული თურქების მოყოლილი ამბების წყალობით ევროკავშირი ყოველთვის გასაგებენაზე რომ ვთქვათ, კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება. კარგი ცხოვრება კი ყველას უნდა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრობა როგორც კარგი ცხოვრების ნარატივის ნაწილი ძალიან ძლიერია და მიუხედავად ამ პოპულარული ანტიდასავლური განწყობებისა, საბოლოო ჯამში თურქეთის მოსახლეობის საკმაო ნაწილი სადაც თუ ზუსტად მახსოვს 60%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებას მაინც ემხრობა, თუნდაც თავს რეალურად ევროპელად არ თვლიდეს. გასაგებია. რო დაუბრუნდეთ კავკასიის ნაწილს, ძალიან საინტერესო არის ჩვენ გარშემო პრაქტიკულად ბოლო 2 წელი არის ჩვენ რეგიონში და ჩვენ გარშემო ყველგან ომებია და ერთ-ერთი ყველაზე ახლოს რაც იყო ეს არის ყარაბაღში 2020 წლის ომი. ძალიან საინტერესოა თურქეთის ჩარევა ამ საკითხში და როგორ გადაწონა ძალთა ბალანსი და როგორ დაეხმარა თურქეთის ფაქტორი ამ სიტუაციის საბოლოო ჯამში აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტას. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტექნოლოგიის გაზიარება, პირდაპირ მომარაგება და ამავე დროს აზერბაიჯანის პირველ რიგში სამხედრო ფორმირებების გაწვრთნა, რადგან თურქებს შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდეთ მათ შორის სამხედრო კუთხით, მაგრამ როცა საქმე ეხება სამთო ბატალიონებს და იგივე კომანდოსებს და იგივე ისეთ ქვეითთა დანაყოფებს, რომლებიც ისეთ რელიეფში ბრძოლაზე არიან ორიენტირებულები, როგორიც არის მაგალითად ყარაბაღი. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქებს, რომლებსაც ამავე დროს ქურთებთან სწორედ ამ რელიეფში ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნიათ, ამ საკითხში ერთ-ერთი საუკეთესო დანაყოფები ჰყავთ და სწორედ მათ მოამზადეს აზერბაიჯანის ის მნიშვნელოვანი სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, რომლებიც მოგვიანებით ძალიან დიდი როლი შეასრულეს ყარაბაღში სახმელეთო ბრძოლებში. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იგივე აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობაში ჩადებული ინვესტიციები და ნოუ-ჰაუ. ამავე დროს თურქი ოფიცრები უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში და გენერალი ბახტიარ ერსაი, რომელიც სწორედ იმ ტიპის სამხედრო ფორმირებებიდან მოდის, რომელიც ვახსენე, დღემდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და აზერბაიჯანის არმიის გენერლის ჩინიც აქვს. შესაბამისად, თურქების აქ პირველ რიგში ტექნოლოგიური და შემდეგ უკვე ამ წვრთნით აღჭურვით გაწეული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა მეორე მხრივ აზერბაიჯანს სომხეთთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი კოზირები, რაც იგივე დემოგრაფიული ფაქტორი, რომლის წყალობითაც ის უკვე სომხეთზე ბევრად უფრო წინა ადამიანური რესურსის მხრივ და ამავე დროს
სომხების არასწორი წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე. ასე მაგალითად, როგორც უკრაინის ომმა აჩვენა, ბაირაქტარების ნეიტრალიზაცია საკმაოდ შესაძლებელია თუ მზად ხარ და დაახლოებით წარმოდგენ როგორც რა უნდა გააკეთო. მაგრამ სომხებს როგორც ჩანს ამ ფაქტორებზე საერთოდ არც კი უფიქრიათ. იგივე მაგალითად რუსებმა უცებ მოახერხეს ადაპტაცია საკმაოდ ნელი ბაირაქტარების წინააღმდეგ მოქმედებაში. მაგრამ სომხებს მსგავსი რამ რაც ყარაბაღის ომის შედეგიდან ჩანს, სავარაუდოდ არც უცდიათ. და ზოგადად სომხებს ეს პოზიციური ომის და პოზიციური თავდაცვის ტაქტიკა როგორც აღმოჩნდა, ძალიან მოძველებული იყო. ანუ ფიქრობ რომ თურქების მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო თავად აზერბაიჯანის შიდა დინამიკა, იგივე მაგალითად პოლიტიკური ნების არსებობა, იგივე დემოგრაფიული ფაქტორები და ასე შემდეგ და ამავე დროს სომხების მიერ დაშვებული შეცდომები და მათი ძალიან მიამიტური რწმენა იმისადმი რომ რუსეთი მათ ყოველთვის უშველი და რუსეთი ხშირად არის ხოლმე არასანდო პარტნიორი ამ მიმართულებით. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება, გაყინული კონფლიქტი იყო წლების განმავლობაში. ამ კონფლიქტის დასრულება გადის თურქეთის სტრატეგიაში, რომ კავკასიის რეგიონში კონდეს რამდენიმე დივერსიფიცირებული გზები, ცენტრალური აზიური ენერგომატარებლების, ტვირთების და ასე შემდეგ გატანაში. ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ ხედავენ აზერბაიჯანის სომხეთ-თურქეთის კორიდორს ასე. ხედავენ და აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ფაქტორიც. თურქეთში ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონალიზმი, იგივე ყარსელები, ტრაპიზონელები და ასე შემდეგ. იმითი არიან ცნობილები, რომ თავიანთ ინტერესებს აქტიურად ლობირებენ იგივე პარლამენტში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩვენ რეგიონალიზმზე ბევრად უფრო ძლიერი რეგიონალიზმი, მიუხედავად ერთი შეხედვით მონოლითური უნიტარიზმისა, თურქეთში საკმაოდ ძლიერია. და ამ მხრივ ჯერ კიდევ ყარაბაღის ომის დამთავრებამდე ყარსის, იღდირის, არტაანის და სხვა მოსაზღვრე პროვინციების მოსახლეობა და მათი წარმომადგენლები ანკარაში აქტიურად ლობირებდნენ იმისათვის, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარი გახსნილიყო. ვინაიდან ესენი არის საკმაოდ დეპრესიული და პირდაპირ რომ ვთქვა, თურქული სტანდარტებითაც და ზოგადადაც საკმაოდ ღარიბი რეგიონები, რომლებისთვისაც საზღვრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ისინი ხედავენ თუ რა დადებითად იმოქმედა შავი ზღვის პირეთზე საქართველოსთან საზღვრის გახსნა მაგალითად და ამ მხრივ რაც არ უნდა მოხდეს, მათ ყველა ისინი ბოლომდე იმუშავებენ თავიანთი ლობისტური საშუალებებით ანკარაში, რომ ეს საზღვრები გაიხსნას. მართალია, როგორც უკვე ვახსენეთ, ეს ენერგოინფრასტრუქტურის და გაზსადენების და შემდეგ უცებ სომხეთის ტერიტორიაზე გადატანა ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან როცა უკვე არსებობს ინფრასტრუქტურა და ეს პოლიტიკური უნდობლობის ფაქტორები მაინც გაგრძელდება სომხებს და თურქებს შორის, იქ პირველ რიგში თურქეთი ამ მასშტაბის ინვესტიციას არ ჩადებს, მაგრამ არის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორები. მაგალითად, ყარსი, ერევანი, განჯაბაქოს გზა პოტენციური, რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გადაზიდვების წერტილი იყოს და რეგიონის კასპიის ზღვასთან დამაკავშირებელი. შეიძლება იგივე მაგალითად მეფის დროს არსებული რკინიგზის ხაზების აღდგენაზე ფიქრი, რომელიც გადაზიდვებს კიდევ უფრო მეტად გააიოლებს და მეტაკდება და სატრანზიტო ფუნქციის აღდგენები. შესაბამისად, მიუხედავად იმ ფაქტორებისა, რაც ვახსენე, რეალურად თურქეთში საკმაოდ არიან ამ საკითხებით დაინტერესებულები, უბრალოდ აქამდე სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც სომხეთთან საზღვრის გახსნას ერიდებოდნენ და აქ მიზეზი მარტო ყარაბაღი არ იყო. კი ოფიციალურად განცხადებული მიზეზი აზერბაიჯანის მხარდაჭერა და ყარაბაღი იყო, მაგრამ რეალური მიზეზი იყო ის, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აზერბაიჯანული ინვესტიციები თურქეთის აზერბაიჯანში გაკეთებული ინვესტიციებზე მეტია. ასე მაგალითად, თუკი და აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალიც. თუკი თურქეთის ინვესტიციები აზერბაიჯანში საკმაოდ ხშირად უბრალოდ ერდოღანთან დაახლოებული ბიზნესის გამდიდრებისკენაა მიმართული ან ძირითადად სამხედრო ხასიათისაა. აზერბაიჯანის ინვესტიციები თურქეთში ძალიან სტრატეგიულია. ასე მაგალითად იგივე იზმირში ალიაღას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც სოკარმა იყიდა, იგივე მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტელეარხი ჰაბერ გლობალი, კიდევ სხვა არხებიც აქვთ აზერბაიჯანელ ალიევთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, მაგრამ ჰაბერ გლობალი მახსენდება პირველ რიგში. იგივე მაგალითად ინვესტიციები თურქეთის ენერგოსექტორში ზოგადად, იგივე მაგალითად სოკარის მიერ თურქეთის ტერიტორიაზე ნავთობის და გაზის მშენებლობის სათავსების აშენებაზე მოლაპარაკებები, ის კი არა
სოკარი მასაც კი ცდილობდა, რომ თურქეთის სახელმწიფო გაზის კორპორაცია ბოტაში ანეყიდან მისი წილების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეძინა. შესაბამისად, აზერბაიჯანი თურქებისაგან განსხვავებით თურქეთში ნიადაგსაც ამზადებს იმისათვის, რომ ერდოღანის შემდეგაც აზერბაიჯანის გავლენა თურქეთის შიდა პოლიტიკაში მნიშვნელოვანი იყოს და ლობისტური მოღვაწეობისათვის საჭირო ინსტრუმენტები ხელში ყოველთვის ჰქონდეს. ანუ მე როგორც ხვდები, რაღაც მომენტში თურქეთს აქვს იმის შიში, რომ ზედმეტი გავლენა არ მისცეს აზერბაიჯანს თავის შიდა პოლიტიკაში, ხო? არის ეს ფაქტორი? შიში იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობები პოპულისტურ დონეზე ხალხზე ძალიან დადებითად დაისახება, თლად მასეთიც არა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამხედრო ძალების არაპროპორციულობის გათვალისწინებით აზერბაიჯანი თურქეთში გადატრიალებას არამედ ვერ დაარჩეცდება, მაგრამ აზერბაიჯანული ლობი როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ერდოღანის ტიპის მმართველისთვის რაღაც ეტაპზე შეიძლება პრობლემა იყოს. მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე ზუსტად თქმა ნადრევი მგონია. გასაგებია. მეორე მხრივ, აქ ერთი დეტალიცაა. მეორე მხრივ ეს დამოკიდებულება და აზერბაიჯანის ეს ეკონომიკური დამოკიდებულება ნავთობზე და ბუნებრივ აირზე და აზერბაიჯანში არსებული პოლიტიკური პატრონაჟის სისტემა იმ ფაქტს, რომ ოდესმე აზერბაიჯანი ან თურქეთი და თურქეთი ან გაერთიანდებიან, ან თუნდაც რუსეთ-ბელორუსის ტიპის თანამეგობრობას ჩამოაყალიბებენ, ფანტასტიკის სფეროა, რადგანაც ნებისმიერ მსგავსი გაერთიანება იმას ნიშნავს, რომ ის ბუნებრივი რესურსების შემოსავლები, რომლებიც ცენტრალურ როლს ასრულებს აზერბაიჯანის შიგნით ან პოლიტიკურ პატრონაჟში, კლანებს შორის ბალანსში და ასე შემდეგ, თურქული კომპანიებისთვის გაიხსნება. ეს კი უშუალოდ ალიევის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს და შესაბამისად ეს უნდა გამოვრიცხოთ ჩემი აზრით. გასაგებია. რო დაუბრუნდეთ ქართულ ფაქტორს, ჩვენ ცოტათი შევეხეთ. როგორ აღიქვავს საქართველოს თურქეთი საკუთარ რეგიონულ სტრატეგიაში? ჩვენ ვახსენეთ, რომ გარკვეულ ბუფერად ხედავს რაღაც მომენტში რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მათთვის ასე პარტნიორიც ვართ, შესაძლებელი ბუფერული ზონა, ან გავლენის სფეროდ აღიქვავს თურქეთი ზოგადად საქართველოს? გავლენის სფეროდაც აღიქვამენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ზოგადად მუსლიმი მოსახლეობა საკმაოდ მცირეა და ვინც არის საკმაოდ ჭრელია და ასე მათი მონოლითურად თურქულ ყაიდაზე მოჭრის შესაძლებლობა არ არსებობს. აქ ვფიქრობ, რეალურად თურქეთის მთავარი რბილი ძალის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს არა ისლამი, არამედ სერიალები. და აქ არის მეორე საკითხი, რომელიც თურქეთის საქართველოს მიმართ გარკვეულ იმპერიალისტურ დამოკიდებულებასაც აჩვენებს. კი, არიან ადამიანები ჩვენ აკადემიაში, რომლებიც ამაზე ბევრს წერდნენ და ბევრს წერენ, მაგრამ როგორც წესი, მიკროფონის წინ ამაზე საუბარს ერიდებიან, ვინაიდან საქართველოს ეს ნატოს წევრი ქვეყნის კრიტიკა მაინც ტაბუ არის ძალიან არასწორად მიმაჩნია. ანუ ეს ზოგადად ეს დასავლეთ ქვეყნების ან ისრაელის პერფორმანსის დონეზე დასული ქებადიდება ძალიან არაპროფესიონალური მგონია. ვინაიდან ჩვენი ინტერესები გვაქვს და აქ ზედმეტი რომანტიზმის და იდეალიზმის ადგილი მე ვფიქრობ არ არის. და აქ თურქეთი მიუხედავად რიტორიკის დონეზე და ბევრ რამეში რიტორიკის მიხედვით ჩვენი მხარდაჭერისა, იგივე აფხაზეთთან მიმართებაში ძალიან ორაზროვან პოლიტიკას ატარებს. იგივე მაგალითად გავიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომ რა გააკეთეს თურქებმა. თუკი მანამდე, იგივე მაგალითად იმ ფაქტს, რომ ჩვენი სანაპიროდაც ვაკავებთ აფხაზეთის ამ ემბარგოს დამრღვევ გემებს და თურქეთი ამაზე თვალს ხუჭავდა. ომის შემდეგ პირველად ის გააკეთეს, რომ ჩამოვიდა აქ აჰმედ დაუთოღლუ, მაშინდელი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დაკავებული თურქული გემის ეკიპაჟის გათავისუფლება აიძულა საქართველოს ხელისუფლებას და ამის შემდეგ თურქეთი აფხაზეთში დაწესებულ ემბარგოს ფაქტობრივად უპრობლემოდ არღვევდა და დღესაც იგივე აფხაზეთის აკვატორიაში თურქული სეინერები ჩვეულებრივად თევზაობენ, იგივე მაგალითად ან თურქული ფირმების კომერციული ურთიერთობები აფხაზეთთან გრძელდება და ზოგადად მაგ მხრივ ის ფაქტი, რომ ანუ გარკვეული ცალკეული ურთიერთობები საქართველოს გვერდისავლით არსებობს, ფაქტია. კი, იგივე მაგალითად თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის პირველი ოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლების ნებართვით განხორციელდა, მაგრამ ამის მიღმაც ყოველთვის არსებობდა არასანქცირებული ურთიერთობები, რომლებიც ვერ განხორციელდებოდა თურქეთის ხელისუფლების არაოფიციალური თანხმობის გარეშე და
შესაბამისად აფხაზეთთან მიმართებაში ორაზროვანი მიდგომები გრძელდება და აქ მარტო აფხაზური ლობის ამბავი არ არის. და აქ ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. ჩვენთან ზოგიერთ ერთი საკითხის მკვლევარიც ავრცელებდა ინფორმაციას, რომ იგივე მაგალითად თუ თურქეთში 2023 წლის არჩევნებზე გაიმარჯვებდა ოპოზიცია, თურქეთი აღიარებდა აფხაზეთს და ასე შემდეგ. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ვინაიდან არაკომპეტენტურობაში ეს არ ჩდება. რეალურად თურქეთში აფხაზეთის საკითხი, მიუხედავად ამორაზროვანი პოლიტიკისა, რეალურად არის უფრო მეტად დიასპორულ კუტოკური საკითხი, რომლის მიმდევრები და მომხრეებიც არიან ყველა პარტიაში წარმოდგენილები, აბსოლუტურად ყველაში. უბრალოდ სახელმწიფო პოლიტიკა წდება უფრო სხვა საფუძველზე და აქ აფხაზეთის არაღიარება და მსგავსი ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ კონკრეტულ ეტაპზე საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სატრანზიტო მნიშვნელობები და პოტენციური ბუფერული როლი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთში შეიძლება ჰქონდეს. ეს ძალიან საინტერესო რაღაცა ახსენე, იმიტომ რომ ბევრს საქართველოში აქ წარმოდგენილი, რომ აფხაზეთში კონკრეტულად ძირითადი გავლენები არის რუსეთის და იქ სხვა მოთამაშეები არ არიან და თურქეთის ფაქტორიც ძალიან საინტერესოა, რა დონეზე არის თურქული ლობი ჩართული, რა გავლენა აქვს აფხაზურ შიდა პოლიტიკაზე, ზოგადად ეკონომიკაზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ელემენტი არის ეს. თურქეთი რუსეთთან ერთად აფხაზეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, იგივე მაგალითად ამავე დროს აფხაზი სტუდენტებიც მიდიან თურქეთში როგორც წესი პრორუსული პასპორტებით და ამავე დროს სხვა ტიპის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობებიც საკმაოდ აქტიურად გრძელდება, მაგრამ მეორე მხრივ თურქეთის როლს თავად აფხაზეთის შიდა პოლიტიკაშიც ვერ გადავაჭარბებთ, რადგანაც იმის გათვალისწინებით, რომ მუჰაჯირებმა შეიძლება უკეთ იცოდნენ აფხაზური ენა ვიდრე აფხაზეთში, იგივე მაგალითად უფრო მეტად ებხაუჭებოდნენ თავად აფხაზურ იდენტობას და ასე შემდეგ. საქმეზე როდესაც მიდგა რეალურად მუჰაჯირებს აფხაზეთში დარჩენილებს შორის აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო, რადგანაც ერთი მხრივ მუჰაჯირების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გულწრფელი მუსლიმია, რუსული არ იცის. რუსები მაინც და მაინც არ უყვარს, მაგრამ აი ისტორიული სამშობლოს დამოუკიდებლობის ხაზით ითმენს. მაშინ თავად აფხაზეთში მცხოვრებლების ქრისტიანობა და მუსლიმობა საკმაოდ ჩახლართულია და ნახევრად წარმართობის გავლენა კვლავ ძალიან დიდია. რუსიფიკაციის დონე საკმაოდ მაღალია. პოპულარული კულტურის მოხმარების საკითხი ტრენდები ძალიან განსხვავებული, იგივე თურქეთელი აფხაზი მოიხმარს ძირითადად თურქულ და დასავლურ პოპ კულტურას, აფხაზეთში მცხოვრები რუსულს და ნაწილობრივ დასავლურს თურქულს უფრო ნაკლებად და აქ საქმე გვაქვს საკმაოდ სერიოზულ მენტალურ აცდენასთან, რომელიც თურქეთის და აფხაზეთის აფხაზებს რეალურად საკმაოდ აშორებს ერთმანეთისაგან და იქნება ისეთი სიტუაცია, რომ საბოლოო ჯამში თურქეთელ აფხაზებში ეს უფრო იდეალისტი და აქტივისტი კატეგორიის იქით საკმაოდ ბევრი რეალურად აფხაზეთს შორდება კიდევაც. მუჰაჯირები ვახსენეთ, ვინები არიან ეს? რა ჯგუფია? მუჰაჯირები არიან ის კავკასიელები პირველ რიგში, სიტყვა მუჰაჯირი მოდის ჰიჯრიდან, გადასახლებიდან და როგორც წესი რელიგიური მოსაზრებებით გადასახლებულ მუსლიმებს ეწოდებათ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები კავკასიელი მუჰაჯირები არიან. იმ კავკასიელი ხალხების შთამომავლები, რომლებიც რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობასთან ერთად ნებაყოფლობით იძულებით ან კომერციული მოსაზრებებით ოსმალეთის ტერიტორიაზე გადასახლდნენ. გასაგებია. ამ ისევ საქართველოს თემა რო გავაგრძელოთ, რამდენად ფიგურირებს თვითონ ბათუმი და აჭარა თურქულ ნაციონალისტურ გზავნილებში, იმიტომ რომ კიდევ დეზინფორმაციის თვალსაზრისიდან გამომდინარეობს, აქ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აი ერდოღანი გამოვიდა და თქვა, რომ აჭარა უნდა დაუბრუნდეს თავის სამშობლოს, ხშირად ვრცელდება დეზინფორმაციული ან манипуლირებადი სურათები, რომ თითქოს ახალი რუკები დაიბეჭდა თურქეთში, სადაც აჭარა შემადგენლობაში შედის და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა ამ თემაზეც ვისაუბროთ, შევეხოთ და გამოვარკვევთ რა არის რეალობა და რა არის დეზინფორმაციის ნაწილი. ანუ კონკრეტულად აჭარა და საქართველო რამდენად ფიგურირებს თურქულ ნაციონალისტურ გზავნილებში? ეს ძალიან საინტერესო დეტალია. ის რუკები, რომლებზეც საუბრობენ, რომ აი ახალი რუკა დაიბეჭდა, რომლის რაღაც მიხედვითაც ბათუმი არის თურქეთის შემადგენლობაში და ასე შემდეგ, ეს არის საკითხის უცოდინობით გამოწვეული რაღაც.
დავიწყოთ იქიდან, რომ ამ რუკების აბსოლუტური უმრავლესობა არის ეგრეთ წოდებული ეროვნული აღთქმის მისაკი მილის რუკები, რომელიც ეს წარმოადგენს თურქეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს, რომლებიც მას გააჩნდა ლოზანის ხელშეკრულების დადებამდე. მაგრამ 1923 წელს ლოზანის ხელშეკრულების დადებასთან ერთად თურქეთმა ამ ტერიტორიებზე, მათ შორის ბათუმზე და აჭარასაც ოფიციალურად თქვა უარი. მაგრამ რადგანაც ეს არის ისტორიული რუკა, რომელიც აღნიშნავს თურქეთის ტერიტორიულ მოთხოვნებს ლოზანის ხელშეკრულების წინ, ის ისტორიის სახელმძღვანელოებში და ისტორიის წიგნებში ჩვეულებრივად იბეჭდება. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის დაახლოებით როგორი რაღაც. ჩვენთან რომ იყოს იგივე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა, თურქმა აიღოს ეს რუკა და ერთი ამბავი ატეხოს, აი, ქართველებმა ახალი რუკა დაბეჭდეს, სადაც არ თქვენი საქართველოს შემადგენლობაში. ანუ ისტორიული რუკის შემადგენელი ნაწილია უბრალოდ. დიახ. და რაც შეეხება ურაპატრიოტიზმს, კი, არსებობენ ურაპატრიოტული ირედენტისტული ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ თურქეთმა ეს საზღვრები უნდა აღიდგინოს და ასე შემდეგ და ერდოღანის პარტიაში არის გარკვეული კატეგორია, რომელიც ამაზე ფიქრობს და შესაძლოა ბათუმზე მსგავსი რამ ეთქვათ კიდევაც, მაგრამ თავად ერდოღანის და ასეთ ოფიციალურ დონეზე ეს აჭარა უნდა დაუბრუნდეს დედასამშობლოს, ან ბათუმი უნდა დაუბრუნდეს დედასამშობლოს, ასეთი რამ არ გაშხერებულა. კი. დაკარგულ ტერიტორიებზე ურაპატრიოტული სიტყვის წარმოთქმისას შეიძლება ბათუმი ერდოღანს ეხსენებინოს, მაგრამ არა ამ კონტექსტში. და რაც შეეხება უშუალოდ თურქეთის ნეოიმპერიალურ ნარატივებს, თუ აქ მაინც და მაინც რაიმე ტერიტორიის დაბრუნებაზეა საუბარი, რაიმე ტერიტორიის დაკარგვაზეა გლოვა გოდება, პირველ რიგში ახსენდებათ რუმელია, ანუ ბალკანეთის ოსმალური ტერიტორიები, სალონიკი, დრამა, ფლორინა, კავალა, მონასტირი და ასე შემდეგ. თუ მაინც ამას გადაწყვიტეს და რაღაც უფრო მეტი დრამა და სენტიმენტალიზმი უნდათ, დამასკომდე და ალეპომდე ჩავლენ, მოსულსაც გაიხსენებენ, შეიძლება გულზე ბევრი მჯიღის რტყმით ეგვიპტემდე ჩავიდნენ და თუ მაინც და მაინც ვიღაცამ გადაწყვიტა რომ მთელი ეს თეატრალური პერფორმანსი დადგას, აი მარტო მაშინ შეიძლება ბათუმი გაახსენდეთ. ანუ ბათუმი საერთოდ არ არის პრიორიტეტების სიაში. ამ ეტაპზე მაინც ამ ტერიტორიული პრეტენზიები ესე ულტრანაციონალისტური ჯგუფებიდანაც არ ისმის, ისე როგორც მაგალითად პროპაგანდას უნდა რომ წარმოაჩინოს საქართველოში. ძალიან საინტერესო ფაქტი არის, ახლა ახსენეთ ზუსტად ალეპო, სირია, ეხლა მიმდინარეობს ძალიან სამწუხარო ფაქტები, როდესაც სერიოზული შეტაკებები არის და ძალიან სერიოზულ დანაკარგებზე არის საუბარი სირიაში. სირიის ასადის რეჟიმი დაეცა რამდენიმე თვის წინ ძალიან სწრაფად. რა როლი ქონდა თურქეთს ამ ყველაფერში, რა ინტერესები აქვს თურქეთს სირიაში და მიუძღვის თუ არა რაღაცა წილი აი ამ დღევანდელ სიტუაციაში, რაც ახლა მიმდინარეობს სირიაში. უშუალოდ ასადის დამხობაში თურქეთის როლი ერთი მხრივ სპეცსამსახურების და მეორე მხრივ სამხედრო ძალის, რომელმაც იდლიბში პლაცდარმის შეარჩუნებაში და შექმნას შეუწყო ხელი, რომელმაც სწორედ ეს დღევანდელი აჰმად ალ-შარა და მისი ფორმირება გადაარჩინა განადგურებას და შემდეგ უკვე პლატფორმის შექმნის საშუალება მისაც ერთი მხრივ წარმატებული ადმინისტრაციის მაგალითი შექმნეს იდლიბის სახით, ხოლო მეორე მხრივ წარმატებით მოახერხეს იქ არსებული სამხედრო ფორმირებების ერთ ჯგუფში ორი კონსოლიდაცია და შემდეგ უკვე დამასკოზე დაცვრა, მაგრამ მეორე მხრივ აქ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ სირიაში არსებობენ სხვა მნიშვნელოვანი აქტორებიც, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები და არაბული ქვეყნები და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთი რეალურად რამდენიმე აქტორს შორის ერთ-ერთია, მაგრამ რაც შეეხება სირიასთან დაკავშირებით თურქეთის გეგმებს, აქ მთავარი ფაქტორია ის, რომ როგორმე ქურთების ოფიციალური სტატუსის გაფორმება რამე მსგავსი არ დაუშვან, მაგრამ ვინაიდან უკვე არსებობს fait accompli, ანუ უკვე რეალობა იქ de facto ავტონომია და მიუხედავად ხელშეკრულებების ხელმოწერებისა და მიუხედავად იმ ოჯალანმა თქვა ასეც იქნება რიტორიკისა და მსგავსი ნარატივებისა, რეალურად აქ თვითონ თურქეთის შიდა პოპულისტური ნარატივების ამბავი უფრო დიდია, ვიდრე გავლენა ამბავი უფრო მეტია, ვიდრე რეალურად იმის მცდელობების, რომ სირიაში შეიჭრნენ ქურთული ანკლავი de facto ავტონომია ფაქტობრივად დაასრულონ და ასე შემდეგ, ვინაიდან ეს არც ისე იოლია და მიუხედავად ამ თეატრალიზებული შეთანხმებების ხელმოწერისა და ასე შემდეგ, რეალურად ძალიან ჩახლართული ამბავია და
რეალურად იმ ხელშეკრულებაშიც, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ სირიელი ქურთების ლიდერმა მაზლუმ აბდიმ და აჰმად ალ-შარამ მოაწერეს ხელი, შეთანხმების პუნქტები კი ჩამოწერილი, მაგრამ თავარი ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს ახალი კონსტიტუციის შემუშავების პირობ ფარგლებში და გასაბოლოოდ გადაწყდება იმ მოლაპარაკებებისას, რომელიც წლის განმავლობაში გაგრძელდება. ანუ რეალურად არსებობს მარტო სავარაუდო მოთხოვნების სია, ხოლო რეალურად რა იქნება, როგორ იქნება რთული სათქმელი. ამავე დროს არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ მიუხედავად თურქეთის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლისა სირიაში, სირიის ახლანდელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი სპონსორები არიან ასევე ყურის არაბული ქვეყნები, რომლებსაც თურქეთის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ბერკეტები გააჩნიათ. ვინაიდან თურქეთს აქვს საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ხოლო ომი როგორც სირიაში, ისე ლიბიაში და ისევე სხვაგან თურქეთის ეკონომიკას ძალიან მნიშვნელოვან ტვირთად აწვევა. რა მხრივ? ანუ მაგალითად იმ მხრივ, რომ ეს სამხედრო ხარჯები არის ძალიან დიდი, ამას ემარტება კორუფცია და საბოლოო ჯამში ეს აისახება ქვეყნის სხვა დეტალებზე. ამავე დროს ავტორიტარიზაციამ და მსგავსმა ფაქტორებმა თურქეთში საკმაოდ შეამცირა პირველ რიგში დასავლური ინვესტიციები და უფრო მეტად გახადა ისინი დამოკიდებული არაბულ ქვეყნებზე. და ნაწილობრივ ჩინეთსა და რუსეთზე, მაგრამ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე სიტუაციის გამო თურქეთში ინვესტიციების ჩასადებად რამდენად აქვს რესურსები რთული სათქმელია. ჩინეთი კიდევ სულ სხვა პრიორიტეტებით მოქმედებს და ბევრ რამეზე ჩინელების დარწმუნება ასეთი იოლი არ არის. ასევე თურქეთისთვის მნიშვნელოვანია სირიაში არსებობდეს გარკვეული სუნიტური ისლამური რეჟიმი, რომელიც ერდოღანის იდეოლოგიურ რაღაცებისთვის და მისი ამორჩევლის ისლამისტური ნაწილისთვისაც მიმზიდველი იქნება და ესეც პირველ რიგში შიდა პოლიტიკური ფაქტორია. და ამავე დროს თურქეთს იმედი აქვს, რომ სირია მის ერთგვარ სატელიტად და პლაცდარმად გადაიქცევა ახლო აღმოსავლეთში მორიგი პოტენციური გაფართოებისათვის. თუმცა რეალობა როგორ იქნება საკმაოდ რთული სათქმელია. რამდენად რეალური არის ზუსტად მაგის კითხვა მინდოდა, რამდენად რეალური არის იმ გეგმების შესრულება, რაც ახლა თქვი პლაცდარმად. საბოლოო ჯამში რეალური არ მგონია, მაქსიმუმი მგონია, რომ სირიის ჩრდილოეთში გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია გააგრძელოს თურქეთმა, მაგრამ ამის იქით ძალიან პრობლემური იქნება. ეს ეკონომიკური ფაქტორები ვახსენე ეს ერთი. მეორე ის არის, რომ არაბებში ანტითურქული განწყობა მაინც საკმაოდ ძლიერია. მესამე ეს არის ისრაელის ფაქტორი, რომელიც თავის მხრივ ამერიკის შიდა პოლიტიკის ნაწილია და ნებისმიერი ამერიკელი ლიდერი, რომელსაც განსაკუთრებით ევანგელიკალების მხარდაჭერას სურს, იძულებული იქნება ისრაელს ბოლომდე გაუწიოს ანგარიში და აქ იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის იდეალურ სირიის პროექტში თურქეთის ადგილი ძალიან ნაკლება და აქ ამერიკის შეწყლოსაც უნდა ველოდოთ საკმაოდ სერიოზულ დონეზე. შესაბამისად და აქ არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალიც. ამ ბოლო პერიოდში სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე განხორციელებული ალავიტების ხოცვა-ჟლეტის შემდეგ სირიის პრეზიდენტ მაჰმად ალ-შარამ პირველ რიგში პროთურქული ფორმირებები დაადანაშაულა ამ ხოცვა-ჟლეტაში. ერთი შეხედვით ეს შეიძლება რამე ისეთი არ იყოს, მაგრამ მეორე მხრივ თუ გავიხსენებთ იმას, რომ დღეს სირიაში ჰარაკათ თაჰრირ ალ-შამს, რომელმაც თვითლიკვიდაცია კი გამოაცხადა, მაგრამ რეალურად იგივე ხალხი რჩება ხელისუფლებაში, ბოლომდე არ აქვს ძალაუფლება კონსოლიდირებული და აქ არის საკმაოდ სერიოზული რეგიონული აქტორები, იგივე სამხრეთში მოქმედი აჰმად ალაუდას ფრაქცია, იგივე მაგალითად პროთურქული ფორმირებები და ასე შემდეგ და აქ იმის გათვალისწინებით თუ რა გააკეთა აჰმად ალ-შარამ თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესში იდლიბში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ერთი შეხედვით უმნიშვნელო განცხადება რეალურად გრძელვადაში ნიადაგს ამზადებს იმისათვის, რომ საკუთარი ძალაუფლების მეტნაკლები კონსოლიდაციის შემდეგ მან უკვე პირველ რიგში არაბული კაპიტალის მხარდაჭერით პროთურქული ფრაქციების პოლიტიკური წმენდა მოახდინოს. და აქ მისი შეთანხმება დრუზებთან და ქურთებთან სწორედ ამ გზაზე გადადგმულ ნაბიჯადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგანაც მხოლოდ აჰმად ალ-შარას საკუთარი ძალები პროთურქული ფორმირებების გასაწმენდად საკმარისები არ არიან, მაგრამ თუ კი მოხდება ქურთებთან და დრუზებთან ალიანსის ფორმირება, მე უკვე საკმარისი იქნება და თუ ამას ექნება ამერიკის და ისრაელის მხარდაჭერა, თურქეთი იძულებული იქნება ეს ფორმირებები უბრალოდ ბედისანაბარა მიატოვოს.
გასაგებია. მინდა უფრო ჩაუღრმავდეთ სირიაში განვითარებულ მოვლენებს ალავიტების მიმართულებით განსაკუთრებით, იმიტომ რომ საქართველოს ქართულ საინფორმაციო სივრცეში ძალიან მკვეთრად შემოიჭრა ეს თემა. ის ხოცვა ჟლეტვა, რაც სირიის თავრობამ გააკეთა ამ პერიოდში, რატომღაც ზოგმა რელიგიური ნიშნით შერაცხა, ზოგმა ეთნიკური ნიშნით, ზოგმა პოლიტიკური, რეალურად რა მოხდა? ვინ დაუპირისპირდა ვირს და რა იყო საფუძველი ამ დაპირისპირების? აქ ურთიერთსაწყნარამდე ვერსიები ვრცელდება. ოფიციალური ვერსია სირიის ხელისუფლების არის, რომ პროირანული ფორმირებების ამბოხების ჩახშობა ასე მოხდა და ეს სამოქალაქო მსხვერპლი იყო ძალიან დასანანი შემთხვევითი მსხვერპლი. მაგრამ რაც ჩანს, რეალურად საქმე გქონდა საკმაოდ სერიოზულ სექტარიანულ ანგარიშწორებასთან, რომელიც პირველ რიგში სწორედ ალავიტების წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგანაც ვინ არიან ალავიტები, ესეც რო ავხსნათ. ალავიტები არიან ერთგვარი ჰეტეროდოქსული შიიტური ისლამური სექტა, რომლებიც მოდიან, ასე ვთქვათ, ღულათად წოდებული რადიკალური შიიტური შეხედულებებიდან, რომლებიც ისლამის მეოთხე ხალიფას ალის ღვთაებრიობას მიაწერენ და ერთგვარი სამებაც გააჩნიათ ალავიტებს, ეს არის მუჰამედი, ალი და სალმან სპარსი. სალმან სპარსსაც ისინი ალაჰის ერთგვარ გამოვლენებად მიიჩნევენ. მათ გააჩნიათ ამავე დროს საკმაოდ სერიოზული გნოსტიციზმის გავლენა და რეგიონში მანამდე არსებული, ისლამამდელი მარგინალური ქრისტიანული ჯგუფების გავლენაც და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ისინი ცდილობენ ისლამის შიგნით პოზიციონირდნენ სუნიტი მუსლიმების აბსოლუტურ უმრავლესობა, მათ მუსლიმად არ აღიქვამს. თუმცა რელიგიურთან ერთად ვფიქრობ, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული ანგარიშწორების მეორე ფაქტორიც ისიც იყო, რომ სირიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ასადებამდე სალაჰჯადიდიდან მოყოლებული. სალაჰჯადიდი ეს იყო სირიის გენერალური შტაბის უფროსი და სირიის ფაქტობრივი მმართველი 1967-70 წლებში და ასევე ალავიტი, რომელიც მე უკვე ჰაფეზ ალ-ასადმა დაამხო. მაგ პერიოდიდან მოყოლებული ალავიტების დომინირების ქვეშ იყო სირიის პოლიტიკური რეჟიმი და მიუხედავად იმისა, რომ ეს რეჟიმი ამავე დროს არსებობდა დამასკოს და ალეპოს პირველ რიგში სუნიტურ და ქრისტიანულ ოლიგარქიასთან კოალიციაში, წინა პლანზე მაინც ალავიტები ჩანდნენ. შესაბამისად, ეს იყო ერთგვარი ნაწილობრივ სექტარიანული, ნაწილობრივ კი ძველ რეჟიმთან ანგარიშწორება. რაც შეეხება ქრისტიანებს, იმ რეგიონში ქრისტიანი ბევრი ცხოვრობს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეს იყო უშუალოდ ალავიტების წინააღმდეგ მიმართული ანგარიშწორება, რადგანაც რამდენიმე ათასიან ალავიტურ მსხვერპლში მხოლოდ 5-6 კაცი იყო ქრისტიანი. ეს იყო პირველ რიგში ალავიტების წინააღმდეგ მიმართული ანგარიშწორება. ხო, შეიძლება ითქვას სექტარულ პოლიტიკური დაპირისპირების მომსწრენი ვართ. და ეს რომ ყოფილიყო ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართულიც, იმ რეგიონში იმაზე მეტი ქრისტიანი ცხოვრობს, რომ 5-6 კაცი ბევრად მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, თუ კი ეს ქრისტიანების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული. გასაგებია. იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ცალსახად ქრისტიანები ყავდათ მიზანში ამოღებული არ აქვს. არ აქვს. გვაქვს მარტო იმის მტკიცებულება, რომ ალავიტები ყავდათ მიზანში ამოღებული. გასაგებია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს დაპირისპირება, ის ხოცვა ჟლეტვა, რაც მოხდა, უпростоროდ სირიის ახალმა მთავრობამ რაღაც მხრივ პროთურქულ ძალებს მიაწერა. ეს როგორც აღნიშნე, არის იმის ცდილობა, რომ საერთოდ გრძელვადიან პერსპექტივაში თურქული გავლენები შემცირდეს ისრაელის და სირიის და მათი ინტერესების ხარჯზე. ასევე ჩვენ ხედავთ ისრაელში სერიოზულ ძვრებს ღაზა სექტორის მიმართულებით. ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ იქ თავიდან დაააგონ ყველაფერი და სიტუაცია სრულად უნდა გადაეწყოს. თურქეთს ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე და მაინტერესებს, რამდენად რეალურია, რომ რა როლს თამაშობს თურქეთი ამ რეგიონში, თუ თამაშობს ღაზა სექტორის მიმართულებით, მარტო განცხადებები შემოიფარგლება თუ აქვს რაღაც კონკრეტული პოლიტიკა და მიდგომა ამ სიტუაციის მიმართ. თურქეთის ეს ახლად აღმოჩენილი მგრძნობიარე დამოკიდებულება ღაზა სექტორის მიმართ რეალურად ჩვეულებრივი პოპულიზმია, ვინაიდან არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ არის თურქული რბილი ძალის
თავარი მიმღები მსოფლიოში. ეს არის პაკისტანი. და ინდოეთის მუსლიმი თემი, რომლებიც თურქეთს ძალიან რომანტიზებულად სერიალების დონეზე აღიქვამენ. ამავე დროს ეს ორივე თემი არის როგორც პაკისტანის, ისე ინდოეთის მუსლიმი თემი არის ძალიან მორწმუნე, ძალიან დაბალი განათლების მქონე და მათში ეს პალესტინის საკითხი და მსგავსი რაღაცები ფაქტობრივად ისლამურ ჯიჰადის დავადაა აქცეული და შესაბამისად მათი ამ საკითხით მანიპულირება არის საკმაოდ იოლი. ნაწილობრივ ეს არაბებზეც ამიმართული, მაგრამ არაბების შემთხვევაში თურქეთის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის ბევრად უფრო ფრთხილი იყო და შესაბამისად ამ რიტორიკის გასავალი მით უმეტეს მას შემდეგ რაც თურქეთმა არაბულ გაზაფხულთან ერთად გააკეთა და არაბულ სამყაროში საკმაოდ შეარყია საკუთარი საყრდენები, საკმაოდ შეზღუდულია. შესაბამისად ეს პირველ რიგში პოპულიზმი, რაზეც ნათლად მეტყველებს ისიც, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თურქეთი აგრძელებს ისრაელთან ვაჭრობას, მაგრამ შიდა პოლიტიკური რეაქციებიდან გამომდინარე გადადგა რა ნაბიჯები. ერთი მხრივ აზერბაიჯანის გავლით დაიწყო ისრაელში პროდუქციის გაგზავნა, ხოლო მეორე მხრივ თურქული პროდუქცია ისრაელში გადის, არც მეტი, არც ნაკლები მაჰმუდ აბასის პალესტინური ადმინისტრაციის გავლით. და როდესაც თავად პალესტინის ეს ოფიციალური ადმინისტრაცია ამ საკითხის გათეთრებაში ეხმარება თურქეთს, იქ რაიმე სახის რეალურ რაღაცაზე საუბარი, ზედმეტი მგონია ვინაიდან, როდესაც თავად პალესტინის ადმინისტრაცია ამაში ჩართული იქ, თურქეთს რაღა უნდა მოსთხოვო. გასაგები არის. ჩვენ რეგიონს რო დაუბრუნდე, ჩავიზღვის რეგიონს, ძალიან საინტერესო არის თუ იქონია გავლენა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში თურქეთის გეოპოლიტიკურ პოზიციონირებაზე. ზოგადად, ანუ რამე შეიცვალა თურქეთის გათვლებში საერთაშორისო დონეზე. პირველ რიგში თურქეთის გავლენა ძალიან გაიზარდა შავი ზღვისპირეთის აუზზე, რადგანაც ერთი მხრივ ფლოტი შეიძლება თურქეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე განვითარებული ნაწილი არ იყოს, მაგრამ უკრაინელების მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვნად დაზარალების შემდეგ თურქეთის გავლენა შავი ზღვაზე ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. და დღესდღეობით ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ბულგარეთიც და რუმინეთიც და უკრაინაც თურქეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნები არიან, შავი ზღვა ფაქტობრივად პოტენციურად თურქეთის დომინირებად სფეროდ ტრანსფორმირებისკენ მიდის და ამ შემთხვევაში თურქეთს უკრაინის გამარჯვება, ან ყოველ შემთხვევაში უკრაინისთვის სასარგებლო მშვიდობა, რომელიც შეიძლება გამარჯვება არ იყოს, მაგრამ უკრაინისთვის მისაღები იქნება, ყველანაირად აწყობს. ხოლო იდეალურ სცენარში როდესაც ანუ ყირიმზე რუსეთის კონტროლით სახარ იქნება, ეს იქნება თურქეთის უდიდესი პრესტიჟის წყარო, როგორც მთლიან რეგიონში, ისე პოტენციალურად გლობალური მასშტაბითაც, რადგანაც ერთი მხრივ უკრაინელების პოლიტიკა იგივე სახელების შესვლის და შემდეგ გვაჩვენებს, რომ თუკი ყირიმი ოდესმე დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში, ეს იქნება ბევრად უფრო თათრული ელფერის მქონე ავტონომია, იგივე ისტორიული თურქული სახელების და აღდგენით და ყველაფრით და აქ თათრული და ამისად თურქული კულტურაც ბევრად უფრო წინა პლანზე იქნება წამოწეული, რაც თურქული რბილი ძალისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო თურქეთის შიდა პოლიტიკურ პოპულიზმში ძალიან გამოსადეგი იქნება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ვინც მაშინ იქნება ხელისუფლების სათავეში, იქნება ეს ერდოღანი, იმამოღლუ, მანსურიევიჩი თუ ვინც არ უნდა იყოს, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პრესტიჟის საკითხი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყირიმი და ყირიმის ხანები ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ. იმდენად დიდს, რომ როდესაც ოსმალეთის იმპერიაში დადგა საკითხი იმაზე, რომ შესაძლოა ოსმანის გვარი უმემკვიდრეოდ გადაგებულიყო, ტახტის ყველაზე რეალურ პოტენციურ მემკვიდრედ განიხილებოდა სწორედ ყირიმის ხანი. ამავე დროს ყირიმის ხანების საგვარეულოს წარმომადგენლები ისტორიულად იყვნენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილები ოსმალეთის იმპერიის ელიტის და შემდეგ უკვე ამ გვარის ერთ-ერთმა შტომ იგივე გააგრძელა უკვე რესპუბლიკურ თურქეთში. შესაბამისად ეს ყირიმთან ისტორიული და ყირიმის ადგილი ამ თურქულ ნარატივებში ყირიმში თურქეთისთვის მისაღებ ნებისმიერ სცენარს თურქეთის ძალიან სერიოზულ სიმბოლურის მიღმაც გამარჯვებაც შეიძლება აქცევდეს. ანუ აქ თურქეთს არსებული რეალობის ცვლილება შავი ზღვის აუზში ერთი მხრივ საშუალებას აძლევს შავი ზღვის აუზში დომინანტი ძალა გახდეს ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, ხოლო მეორე მხრივ საკუთარი სიმბოლური და არასიმბოლური პრესტიჟი ძალიან გააღრმავოს და გააძლიეროს.
გასაგებია. მას თურქეთს თავიდან ჰქონდა იმის ამბიცია, რომ მედიატორის როლი ეთამაშა ამ კონფლიქტში და 2022-23 წლებში, ანუ 22-ში ძირითადად, როდესაც შეხვედრები მიმდინარეობდა, თურქეთი თავაზობდა თავის ტერიტორიას ამ მოლაპარაკებებისთვის. როგორ ფიქრობ, ანუ თურქეთს აქვს იმის ამბიცია, რომ საბოლოო ჯამში მედიატორის როლი ითამაშოს ამ კონფლიქტში, თუ დატოვა ეს ამბიციები, აღარ ცდილობს ამ მიმართულებით მუშაობას. ამბიციები აქვს და რაც ჩანს ერდოღანი დღემდე აგრძელებს ამას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო ჯამში თურქეთის ინტერესები მიუხედავად ორსკომზე ჯდომისა ისეთია, რომ უკრაინის გამარჯვებით მას ბევრად მეტი აქვს მოსაგები ვიდრე რუსეთის გამარჯვებით და კიდევ იმ ფაქტორის გამომდინარე, რომ თურქეთის თავისი ეკონომიკური და სხვა ლიმიტების გამო არ აქვს იმის საშუალება, რომ იგივე საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილას რუსეთს არსებული სიქითაც დაუპირისპირდეს, ეს თურქეთის როგორც მედიატორის როლს საკმაოდ ამცირებს, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც სირიის ფაქტორიდან ვხედავთ, თურქეთს ჯერ ისევ გააჩნია კარტები, იგივე მაგალითად სირიაში შემორჩენილი რუსული სამხედრო კონტინგენტის ჯიჰადისტების ხელში ჩავარდნა რაიმე მსგავსი პუტინის პრესტიჟზე საკმაოდ სერიოზულ დარტყმას მოახდენს და მსგავსი სამხედროზე მეტად დიდი სიმბოლური თვისებების მატარებელი რაღაცეები, კარტები თურქეთის ჯერ ისევ აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ისეთი ბერკეტი, რომლითაც თურქეთი აქტიურად ითამაშებდა მედიატორის როლს, ვფიქრობ, მაინც არ არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად რაღაც ეტაპამდე მოლაპარაკებების სპონსორება და ასე შემდეგ თურქეთს შეუძლია, მაგრამ მისი სარგებელი მაინც უფრო სიმბოლური იქნება, ვიდრე რეალური ამ მოლაპარაკებების სპონსორობიდან. გასაგებია. მომავლის სცენარებზე რო გადავიდეთ, საინტერესოა ის პოლიტიკური დინამიკა, რაც თურქეთში შიგნით პოლიტიკაში ხდება, უფრო ავტორიტარული ხდება პრაქტიკულად ყოველ წელს. შესაძლოა თუ არა, რომ თურქეთი კიდევ უფრო ავტორიტარული გახდეს და ნაციონალისტური და რამდენად შეიძლება ამან გავლენა იქონიოს მის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის რეგიონში, ანუ ჩვენზე. ნაციონალისტური, რავი, ამის იქით რაღა ულტრამემარჯვენე კოალიცია მართავს ქვეყანას ისედაც და მიუხედავად ამ ბოლო პერიოდში გარკვეული თეატრალიზებული სამშვიდობო პროცესისა და ქურთებთან მიმართებაში და ასე შემდეგ, ამ რეჟიმის ულტრამემარჯვენე ხასიათი მაინც გრძელდება. ანუ ამ მხრივ მეტი რაღა ნაციონალისტური უნდა გახდეს. და უფრო ავტორიტარული შეიძლება გახდეს კი. ახლა ერდოღანი აქტიურად ცდილობს, რომ მისი მთავარი კონკურენტი სამ პოტენციურ საპრეზიდენტო არჩევნებში ექრემ იმამოღლუ ამჯერად მისი დიპლომის გაუქმების გზით ჩამოიშოროს არჩევნებიდან და აქ საინტერესო დეტალი არის რა. საკმაოდ რეალურია იმის შანსი, რომ თავად ერდოღანსაც არ ჰქონდეს დიპლომი. და ეს საკმაოდ ანეკდოტური სიტუაცია და საკმაოდ ჩახლართული. ანუ პრეზიდენტობისთვის საჭიროა, რომ დიპლომი ჰქონდეს ეს მაგრამ ერდოღანის დიპლომთან მიმართებაში არსებობს ძალიან ბევრი შეუსაბამობა. და ყველაზე უფრო საინტერესო დეტალი არის რა. ერდოღანის ხელისუფლება ცნობილია ნეპოტიზმით. და ასე მაგალითად ერდოღანის ჯარის ამხანაგი იყო ბურსასმერი, კიდევ სხვა ამხანაგი სადღაც დანიშნა, კიდევ მეორე ამხანაგი კიდევ სადღაც და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით მისი არც ერთი უნივერსიტეტის ამხანაგი არავის არსად არ უნახავს. მაშინ როდესაც ექრემ იმამოღლუს უნივერსიტეტის ამხანაგები კარგაბლომად არიან და მათ შორის ცნობილი ფიგურებიც არიან. შესაბამისად ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ფაქტია, რომ ერდოღანი უკვე ღიად ცდილობს მომავალი პოტენციური საპრეზიდენტო არჩევნებისათვის თავისთვის სასარგებლო გარემოს შექმნას და აქ იმ ფაქტორმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, რომ ოპოზიციის საკმაოდ ნაწილი თურქეთში არის ზიუგანოვიზებული, ანუ გარკვეული მუნიციპალიტეტების შემოსავლის სანაცვლოდ და ასე შემდეგ ქმერით ოპოზიციას არ აწარმოებდნენ, მაგრამ იმამოღლუმ ეს შეცვალა უარი თქვა ერდოღანის მიერ დაწესებული წითელი ხაზების მიხედვით თამაშზე და ეს მანამდე საკმაოდ ზიუგანოვიზებული სახალხო რესპუბლიკური პარტია უფრო რეალური ოპოზიციისაკენ მიმართა. რაშიც მას ხელი შეუწყო იმან, რომ მიუხედავად პარტიის ისტებლიშმენტის ერდოღანთან აქტიური თანამშრომლობის საკმაოდ ბევრ საკითხში, ამ მრჩევლების და დაბალი და საშუალო რანგის წევრების დიდი ნაწილი რეალურად ოპოზიციონერი იყო. და ვინაიდან ეს ზიუგანოვიზებული ოპოზიციის რეალურ ოპოზიციად გარდაქმნის პროცესი დაიწყო, ერდოღანი ახლა აქტიურად ცდილობს, რომ სწორედ ამ დიპლომის საკითხით და მსგავსი არც თუ კანონიერი თამაშებით მთავარი კონკურენტი ჩამოიშოროს.
და აქ არის მეორე ძალიან საინტერესო გათვლაც. იმამოღლუ არის ძალიან ზომიერი კანდიდატი და ერდოღანის გათვლა არის რაზე? რომ ამ სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული საკითხებითო, თუ კი მანსურიევაში ანკარის მერი, რომელიც თუ კი ექრემ იმამოღლუ სხვადასხვა მიზეზების გამო არ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციის მთავარი პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს, თუ კი ეს მანსურიევაში ამ სამშვიდობო პროცესის საწინააღმდეგო ნაციონალისტური რიტორიკით გააგრძელებს გაატარებს საარჩევნო კამპანიას, მას ქურთები არ მისცემენ ხმას და ისევ ერდოღანი გაიმარჯვებსო. ანუ ეს მარტივი გათვლაც ეს შეიძლება იყოს. და ეს ამავე დროს ამასთან ერთად ისიც რომ ერდოღანის ტროლები, რომელთა საკმაოდ ნაწილსაც ოპოზიციონერის ელფერი აქვს მიცემული, მას შემდეგ რაც ექრემ იმამოღლუმ გამოაცხადა რომ მას სურს იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, უცებ ერთად შეიკრდნენ და დაიწყეს საბავი რომ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ მანსურიევაში უნდა იყოს და როდესაც ამ ყველაფერს ერთად ვაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამისაკენ ამემართული ეს ყველაფერი და სირიის დევნილების და სხვა კარტებსაც ვფიქრობ თურქეთი ბომბამდე გამოიყენებს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ეს ავტორიტარიზაციის მორიგინაბიჯიც, ასე ვთქვათ, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, გაუправოს. ანუ უფრო მეტი ავტორიტარიზაციისკენ გადახრისული ერდოღანს აქვს, მაგრამ აქ რა პრობლემაა? თურქეთში ძალიან სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რომელიც ეკონომიკურთაც გაცდენილია და არის აი ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი კონტრაქტის პრობლემა, ანუ ეს სახელმწიფო მთავრობასთან საზოგადოებას შორის არსებული სოციალური კონტრაქტის კრიზისი უკვე თურქეთში და აქ ერდოღანის საბოლოო ავტორიტარიზაცია და არჩევნების როგორც ცვლილების პოტენციური წყაროს საბოლოო დასრულება საით წაიყვანს ამ ქვეყანას, ამის თქმა არის ძალიან რთული, რადგანაც საზოგადოებაში ცვლილებების სურვილი არის ძალიან დიდი. არსებობს სხვა საკმაოდ სერიოზული პრობლემები, იგივე რეგიონული პრობლემები, იგივე მაგალითად ეკონომიკური პრობლემები და ქურთული საკითხიც რეალურად ძალიან საეჭვოა რომ ასეულად გადაწყდეს და ის უფრო სავარაუდო შედეგი მგონია რომ აბდულა ოჯალანი იქცევა საბოლოო პოლიტიკურ გვამად. თუმცა არ მინდა მოვლენებს დავასწრო და მოკლედ რომ ვთქვათ, თურქეთის ამ ეტაპზე პოლიტიკური ავტორიტარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება რეალურად შეიძლება ერთი შეხედვით მოკლევადაში სტაბილურობის შენარჩუნების წყაროდ მოჩანდეს ევროპაში, მაგრამ საშუალო და გრძელ ვადაში უკვე ერდოღანის შემდგომი გარდავალი შედარებითი ლიბერალიზაციის პერიოდში შესაძლოა თავად თურქეთის შიგნით ძალიან სერიოზული ძვრების და ძალიან სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს, რომელიც შესაძლოა ევროპისათვის სირიაზე უფრო დიდი პრობლემების წყაროდ იქცეს, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალურად საუბარი რთულია, რასაც ზუსტად ვიტყოდ ის არის, რომ უფრო დიდი პრობლემების წყარო იქნება. გასაგებია. როდის არის თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩანიშნული? ოფიციალურად 2028 წელს უნდა იყოს, მაგრამ თურქეთი ისეთი ქვეყანაა, ვადამდელი არჩევნები ყოველთვის შესაძლებელია. ანუ ვისი მხრიდან შეიძლება ერდოღანმა გადაწყვიტოს, რომ მისთვის მომგებიანია და ჩანიშნოს თუ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. ერდოღანმა ახალი კონსტიტუცია შეადგინა როგორ? თუ კი ვადამდელი არჩევნები არ იქნება, მას წესით და რეგით კიდევ ერთი ვადით კენჭის ხელისუფლება არ აქვს, მაგრამ თუ კი პარლამენტი დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, ერდოღანს ტექნიკურად ასეთ პირობებში უსასრულოდ შეუძლია კენჭი იყაროს. ანუ ოფიციალურად ეს საპრეზიდენტო ვადების ლიმიტი არსებობს, მაგრამ საგანგებოდა დატოვებული ეს გვერდისავლის მექანიზმი და შესაბამისად უნდა ველოდოთ, რომ იქნება ვადამდელი არჩევნები აუცილებლად. ძალიან საინტერესო არის. ჩვენ ამის წინა გადაცემა გქონდა ჩინეთზე და იქ ვისაუბრეთ, რომ გლობალური წყობის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ურთიერთობების წყობა იცვლება და არიან ქვეყნები, რომელსაც არ აწყობს ის მდგომარეობა, ამერიკის მიერ წარმოდგენილი მდგომარეობა, რაც საერთაშორისო დონეზე არის და აქტიურად იბრძვიან ამის წინააღმდეგ. მათ შორის რუსეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ. თურქეთი როგორი აქტორია? მას აქვს ის ამბიციები, რომ საერთაშორისო დონეზე ცოტა სხვანაირად იყოს სიტუაცია, თუ მისთვის მომგებიანია, რომ ის ნატოს წევრი არის და ამას იყენებს რაღაც გავლენების მისაღებად? ერთი მხრივ თურქეთს აქვს ამბიციები, რომ იყოს გლობალური მოთამაშე,
მაგრამ როცა საქმე რესურსებს ეხება, ეს საკმაოდ ჩახლართულია. იგივე მაგალითად, ცენტრალურ აზიაშიც კი ის რუსეთს და ჩინეთს ვერანაირად ვერ უწევს კონკურენციას, მაქსიმუმ ეკონომიკურ საკითხში გარკვეული წილი ჰქონდეს, მაგრამ ამის იქით ძალიან ნაკლებად და ისეთ რეალობაშიც კი, როდესაც ტექნიკურად რუსეთი გავა შუა აზიიდან, ის უბრალოდ ჩინეთს ვერ გაუწევს მასეთ შემთხვევაში კონკურენციას. მეორე მხრივ, თურქეთს ისეთი სამეზობლო გააჩნია, რომ აქ ირანსაც, რუსეთსაც, არაბულ ქვეყნებსაც ყველა მათგანს გააჩნია კარტა, რომლითაც შეიძლება თურქეთი ვერ ჩამოშალონ, მაგრამ საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნან, რომლებისგანაც თურქეთს სწორედ ნატოს წევრობა იცავს. შესაბამისად, ასეთ რეალობაში თურქეთი შეიძლება ნატოსგან დაწესებული ვალდებულებები დიდ გულზე არ ეხატებოდეს, მაგრამ იძულებულია რომ რაიმე სახის დასავლური ალიანსის წევრი ყოველთვის იყოს, ვინაიდან თუ კი თურქეთი დარჩება ამ ფარის გარეშე, მის სამეზობლოში ფაქტობრივად ყველა აქტორს გააჩნია გარკვეული ბერკეტები, რომლებიც თურქეთს ძალიან სერიოზულ პრობლემებში. რა ბერკეტებზე არის საუბარი? იგივე მაგალითად, ქურთული კონფლიქტი რეალურად არსად არ მიდის. ოჯალანმა რაც არ უნდა თქვას და რაც არ უნდა ოპტიმისტური განცხადებები გავრცელდეს, ვფიქრობ, არსად არ მიდის, ვინაიდან ესეც ისევ შიდა პოლიტიკური საკითხია და რეალურად აქ ერდოღანის მთავარი მოტივაცია არა კონფლიქტის მოგვარება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ძირითადად ქურთებით დაკომპლექტებულმა პარტიამ პოტენციური პრობლემების პირობებში იმამოღლუს არ დაუჭიროს მხარი და შემდეგ არჩევნებში ქურთებმა ხმა არ მისცენ ოპოზიციას. და შესაბამისად აქ რაიმე რეალური პოლიტიკური ნების არსებობა მე ეჭვება, რომ ვერ ვხედავ. ამავე დროს აქ მეორე ფაქტორიც არის. ქურთი ლიდერები მართალი ერთი მხრივ აგრძელებენ საუბარს იმაზე, რომ აპო არის ბრძენი, რომ ისინი მზად არიან დაყარონ იარაღი ხვალვე და მათ გამოაცხადეს მზადყოფნა იმისათვის, რომ ჩაატარონ კონგრესი და თვითლიკვიდაცია გამოაცხადონ, მაგრამ მაგალითად ქურთისტანის მუშათა პარტიის ფაქტობრივი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ კი კონგრესი უნდა განხორციელდეს, მას თავად აბდულლა ოჯალანი პირადად უნდა დაესწროს, უნდა იყოს ამ კონგრესს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, უნდა იყოს გარანტირებული თურქეთის დემოკრატიზაცია და ბევრი სხვა ფაქტორი. და ეს ყველაფერი ერდოღანის ხელისუფლების პირობებში რეალურად შეუსრულებელია. ვინაიდან დემოკრატიზაცია სხვა ყველაფერთან ერთად იმასაც გულისხმობს, რომ ექრემ იმამოღლუმ კენჭი უნდა იყაროს. ანუ თურქეთის მეზობლებს, ანუ ძლიერ ძალებს, რომლებიც თურქეთს ემეზობლება და იგივე რეგიონებში მოქმედებენ, აქვთ რა კონკრეტულად ნაღმები, რომელიც შეიძლება მაგალითად, ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, იგივე მაგალითად ირანს რომ მოხდეს სასწავლე მართლაც ყველა აპოისტურმა ქურთულმა ფორმირებამ მართლა დაყაროს ოფიციალურად იარაღი. ირანს საკმარისი რესურსი მაინც გააჩნია იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილი შეიწოვოს, საერთოდ სხვა ტიპის ქურთულ ფორმირებად ჩამოაყალიბოს და ისე უკან თურქეთში გააგზავნოს და იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ახალი თაობის ქურთების დიდი ნაწილი ნაციონალისტია და დიდად არც აპო არ ეხატება გულზე, მაგრამ ერთი მხრივ იმის გამო, რომ ამ დემოკრატიულ კონფედერაციებს და ფერად რაღაცებს და უკვე ფეტიშად ქცეულ ქალმეომრებს და რაღაცა დასავლეთში მყიდველი ჰყავს, ხოლო მეორე მხრივ იმის გამო, რომ ისეთი ტიპის იდეოლოგი, რომელიც აპოს ნიშას ბოლომდე შეავსებდა, ჯერ არ არის, ამჯობინებდნენ, რომ ხოლო მესამე მხრივ იმის გამო, რომ აპო მაინც თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ სერიოზული სამხედრო წინააღმდეგობის მოძრაობის დამწყებად მოიაზრება ამ ნარატივებში, აპოს ღიად კრიტიკას ერიდებოდნენ. მაგრამ მეორე მხრივ ისეთი ფიგურების საკმაოდ პოპულარიზაცია როგორებიც არიან მაგალითად იგივე იბრაჰიმ ჰალილ ბარანი, რომელიც მემარჯვენე და ქურთულ ნაციონალისტურ პოზიციებზე დგას და ოჯალანისეული დემოკრატიული კონფედერალიზმის დეცენტრალიზებულ ალტერნატივად მემარჯვენე ლიბერტარიანიზმს მოიაზრებს და კიდევ სხვები, ქურთ ახალგაზრდობაში საკმაოდ პოპულარულები გახდნენ. ანუ აქ თავად ვფიქრობ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ელიტებმა ძალიან კარგად იციან ეს რეალობა და თან აქ არის შემდეგი რეალობა. 2015 წელს სამშვიდობო პროცესის პირველი საფეხურის ჩავარდნის შემდეგ ქურთისტანის მუშათა პარტიაში ან სხვა შეიარაღებულ ქურთულ ფორმირებებში გაწევრიანებული ქურთების საკმაო ნაწილი რეალურად ამ ხალხთა მეგობრობის ნარატივის ეს დემოკრატიულ კონფედერალიზმზეც, საპარლამენტო პოლიტიკაზეც და ბევრ სხვამაც ნაწყენია და მიუხედავად ამ პოლიტიკური მომზადებისა აპოს მიმართ
რიტუალიზებული მოწიწების გამოხატვისა და ასე შემდეგ ეს გრძნობები არსად არ წასულა. შესაბამისად, ამის გადალახვა იქნება ძალიან რთული და თუ კი ეს ვერ გადაილახება და ეს თურქეთის რეალური დემოკრატიზაციის გარეშე ვერ გადაილახება, ვერც სირიის მეტნაკლებად დეცენტრალიზაციის გარეშე ვერ გადაილახება, მანამდე ყოველთვის იქნება ეს ქურთული ფაქტორი და იგივე მაგალითად ქურთებისათვის ელემენტარული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მიწოდებით, ან იგივე მაგალითად თავად თურქეთის შიგნით სექტარიანული იგივე ალევიტურ სუნიტურ დაპირისპირების უფრო მეტად გაღრმავებით, იგივე მაგალითად სირიაში ანტითურქული ფორმირებების აღჭურვით, იგივე მაგალითად ენერგომატარებლებზე დივერსიებით და ასე შემდეგ. ისეთი თურქეთის, რომელიც არ იქნება დასავლური ალიანსების ფარის ქვეშ, ცხოვრების გართულება, მის ნებისმიერ რეგიონულ კონკურენტს საკმაოდ იოლად შეუძლია. შესაბამისად, ასეთ რეალობაში თურქეთი იძულებულია რომ რაიმე სახის დასავლურ პოლიტიკურ ალიანსში იყოს, იქნება ეს ნატო, იქნება ეს ქეთინო თუ რაც იქნება მომავალში. გასაგებია, ზუსტად იქ მივედით ჩემი შემდეგი კითხვა, სადაც მდებარეობს, ასე ვთქვათ. ჩვენ უკვე ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყნისგან ლიდერისგან გავიგეთ რომ მოვისმინეთ ასე ვთქვათ რომ შეიძლება ნატო აღარ იყოს სანდო ორგანიზაცია უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით თეთრ სახლში აი ზელენსკის მიმართ რა დამოკიდებულებაც იყო და შემდეგ ევროპიდან რა რეაქციებიც წამოვიდა იმ შემთხვევაში თუ ამერიკა გააძლიერებს იზოლაციონიზმს, რისი რეალური ნაბიჯებიც უკვე ჩანს და რეალური გეგმებიც ჩანს. ბევრჯერ გაჟღერდა რომ ნატოსთან უნდა გავიდეს ამერიკა, ან სხვადასხვა ფორმატები არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა ამ ეტაპზე. რა გეგმები აქვს ანუ რა შეიძლება თურქეთმა გააკეთოს მაშინ, როდესაც ამერიკა იკეტება საკუთარ კონტინენტზე, არის დაკავებული საკუთარი სფეროებით და აქ ევროპაც ცდილობს რაღაცა წამოდგეს ფეხზე და სამხედრო რაღაც ახალი ალიანსის შექმნას. დავიწყოთ იქიდან რომ იკეტება კი ამერიკა. იგივე რუმინეთში ჯორჯესკოს მხარდაჭერა, იგივე გერმანიის ალტერნატივა გერმანისაც მხარდაჭერა, იგივე მაგალითად შიდა კონტინენტური ექსპანსიონიზმი, იგივე მაგალითად ზოგადად ევროკავშირში ულტრამემარჯვენე პოპულისტური ძალების ღია მხარდაჭერა. ეს გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ამერიკა რეალურად არ იკეტება და ეს იზოლაციონისტური განცხადებები რეალურად არის ამერიკული იმპერიალიზმის ასე ვთქვათ რეინვენცია, რომელიც შეიძლება ნატოსთვის და არსებული სამხედრო ალიანსებისათვის დამაზიანებელი იყოს, მაგრამ რეალურად იზოლაციონიზმის ფარგლებში არ ჩნდება. ასე თუ ისეა, ფაქტია, რომ ასეთ რეალობაში ნატო იმ სახით, როგორც აქაც არსებობს, როგორც მინიმუმ განახლებას საჭიროებს და ასეთ შემთხვევაში თურქეთი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ერთი მხრივ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხოლო მეორე მხრივ იმის გამო, რომ ყოველგვარი მოკიბრის გარეშე რომ ვთქვათ, თურქულ შიდა პოლიტიკურ ნარატივებში საშუალო სტატისტიკური თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ბევრად უფრო ნაკლებად ფასობს, ვიდრე საშუალო ბრიტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ფასობს ბრიტანულ პოლიტიკურ ნარატივებში. შესაბამისად, აქ თურქეთი პოტენციურად ცოტა უხეში აღწერა, მაგრამ ისეთი სამხედრო კონტინგენტის წყაროცა, რომლის გამოყენებაც თავად ევროპის დედაქალაქების შიგნით ნაკლები პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება. ანუ აქ და მესამე ფაქტორი კიდევ არის ის, რომ თურქეთს გააჩნია მეტნაკლებად სტაბილური სამხედრო მრეწველობა, რომელიც ამ ნატოს განაპირა მხარეს მეტნაკლებად ავტონომიურ სამხედრო მომარაგებასაც უზრუნველყოფს რეგიონში და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. გასაგებია. ანუ ახალ არქიტექტურაში თურქეთი ყველა ვარიანტში სჭირდებათ. თურქეთი სჭირდებათ და ჩვენ ვისაუბრეთ, რომ თურქეთს საქართველოს სჭირდება ბუფერად რუსეთთან. რამდენად რეალურია, რომ თურქეთმა თავისი გავლენებით და შესაძლებლობებით წაგვიყვანოს იმ დასავლურ სტრუქტურებში, ან მინიმუმ ლობირება გაგვიწიოს იმ დასავლურ სტრუქტურებში, რაც არ უნდა იყოს, იქნება ეს ნატო, კატო თუ ასე შემდეგ. მე მაინც ვფიქრობ, ეს მთლიანად იმაზეა დამოკიდებული უკრაინის ომის შემდეგ დასავლეთი რამდენად იქნება ან არ იქნება რუსეთით შეშინებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთში ამერიკა იქნება თუ ევროპა, რეალურად რუსეთი შეიძლება
რუსეთი რომელიც საფრთხესაც რა თქმა უნდა არავინ არ აკნინებს, მაგრამ იმაზე საშიშად არის წარმოდგენილი ვიდრე არის და ამას ვემატება ისიც რომ ვინაიდან რუსეთი მაინც ქვეცნობიერში ეს რას იდუმალი რუსული სულის მატარებელ ევროპული ცივილიზაციის ნაწილად აღიქმება და გარკვეული რასისტული ფაქტორიდან გამომდინარეც და გარკვეული დელუზიური მოსაზრებებიდან გამომდინარეც მოიაზრება ჩინეთის წინააღმდეგ ბალანსად ამ საკითხში ზუსტი პროგნოზის გაკეთება არის ძალიან რთული, რადგან უკრაინაში რუსეთის სრულმა მარცხმაც კი შეიძლება ევროპელებში არსებული ეს რუსეთის შიში და დელუზია იმაზე, რომ რუსეთი ნებისმიერი სახით ჩინეთის წინააღმდეგ ბუფერი იქნება, მაინც ერთ შედეგი დადოს, რომ თურქეთის ლობირებამ ჩვენთვის მაინც არაფერი არ შეცვალოს. გასაგებია. მაინც ჩვენ რამენაირად უნდა ვეცადოთ და ამ საკითხს რომ დავაბოლოვოთ. სხვა თემაა რომ დიდი შანსია რომ დასავლეთის ამ ძალიან სავარაუდო მიდგომამ ჩინეთის ექსპანსიაც ვერ დააბრკოლოს და დასუსტებული ან შედარებით დასუსტებული რუსეთი მაინც საბოლოოდ ჩინეთის სატელიტად იქცეს და ამჯერად უკვე ჩინეთის ხელში ევროპის კართან დაბმულ ქოფაკად იქცეს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო სხვათა შორის მაგის ელემენტებიც არის. მაგალითად, ბოლოს როდესაც იყო რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რუსეთის ქალაქებში სი ძინპინის ბრძნული აზრები გამოკიდეს სხვადასხვა ბანერებზე და ეს წინადადებები რა აქვს მას ნათქვამი, ეს გარკვეულწილად რაღაც ვასალური დამოკიდებულების გამოვლინებაც არის, იმიტომ რომ ეხლაც და იმ პერიოდში განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ჩამოკიდებული იყო ჩინეთზე და ყველაფერს ცდილობენ ეხლაც რომ რამენაირად ასიამონონ და რამენაირად გაზარდონ ეს და ეს კიდე შეიძლება გაგრძელდეს რაც უფრო შორს წავალთ და აქ ერთი რაღაც ავიწყდებათ დასავლეთში ჩემი ეს როდესაც გონიათ რომ რაღაც რომ ეს ნიქსონისეული დიპლომატია იმუშავებს რუსეთი მოშორდება ჩინეთს და ასე შემდეგ აქ ავიწყდებათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ჩინეთმა რუსეთი უბრალოდ რომ არ გაუშვას მე რა ხდება ამაზე პასუხი დასავლურ მედიაში ჯერ არ მინახავს კი, არ არის ფაქტი, რომ ჩინეთს აწყობს ამ კონფლიქტის ისე დასრულება, რომ რუსეთი საბოლოო ჯამში მერე გამოძლიერდეს და ფეხზე დადგეს. და ამ საკითხზე ჩემი აზრი რომ ვთქვათ, როგორც მაინც ამ რეგიონის არასპეციალისტის, თუ ჩინეთის დაბალანსება რომელიმე ქვეყანას პოტენციურად შეუძლია, ვფიქრობ ინდოეთია. აქვს ინდოეთის ინტერესი. შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება. მithumetes რომ ჩინეთს და ინდოეთის შორის ურთიერთობა ყოველთვის პრობლემური იყო. კი ბატონო. და ვფიქრობ თუ კი რომელიმე ქვეყნის საშუალებით შეიძლება ჩინეთის დაბალანსება ეს არა რუსეთია, არამედ ინდოეთი. მაგრამ ნახავთ რა იქნება როგორ იქნება. კი გამოჩნდება სავარაუდოდ მალე გამოჩნდება რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ. ძალიან საინტერესო არის კონკრეტული ფაქტები, რაც უпростоრად დეзинფორმაციები, რაც ჩინეთის, უпростоრად თურქეთის გარშემო ტრიალებს და ერთ-ერთი არ ვიცი დეзинფორმაცია თუ არა და ზუსტად ამის კითხვა მინდა. მართალია რომ 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლის დღეს არ აღნიშნავთ შესაბამისად და არა ეს დღე გამოცხადებული დასვენების დღედ, ან ეროვნულ დღესასწაულად, იმიტომ რომ თურქეთი არის ამის წინააღმდეგი. ოფიციალურ დონეზე მე ეჭვება რაიმე მსგავსი მომხდარი იყო, რადგანაც კი, თურქეთის ხელისუფლებას ძალიან უყვარს ურაპატრიოტული სპექტაკლები, მაგრამ იმის გათვალისწინებთ, რომ თურქულ მედიაში მსგავსი არაფერი დაწერილა და რეალურად თურქეთის ცენტრალური ხელისუფლებიდან წამოსული ინიციატივა რომ ყოფილიყო, იმის შანსი რომ რომელიმე ოდიოზურ პროსახელისუფლებო გაზეთს ერთი ტაშფანდური არ გაემართა საზიზღარ ქართველებს ანტითურქული გადაწყვეტილებებით ანტითურქული გეგმებით ჩავაშლებინეთ ან რაიმე მსგავსი შეგვიძლია ვთქვათ რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან მსგავსი რაღაცა დიდი ალბათობით არ იყო ანუ ამის შანსი ძალიან მცირეა ანუ რადგანაც არ ყოფილა არანაირი ესეთი პერფორმანსი და მსგავსი შოუ და რაღაც ამ სექტორთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების და პროპაგანდისტული მედიის დონეზე ეს ამის ცენტრალური ხელისუფლებიდან მომდინარეობის შანსი ძალიან მცირე. ანუ ერთგვარად აღნიშნავდნენ ამ ფაქტს, რომ ჩვენ ეს შევძელით, რომ ქართველებს ეს დავათმობინეთ, ხო? შესაბამისად მე მგონია, რომ ორიდან ერთია. პირველი და უფრო სავარაუდო ვარიანტი მგონია ის, რომ აპოკრიფია, ანუ ეს ქალაქური ფოლკლორია, ხოლო მეორე შესაძლებელი ვარიანტია ის, რომ გვარს არ დავასახელებ, ერთი ცნობილი თურქი დიპლომატი
საკმაოდ ურაპატრიოტული გულზე მრტყმების მოყვარული განცხადებებით იყო ცნობილი, როდესაც აქ მოღვაწეობდა და მსგავს საკითხებზეც ჩაციკლა რომ ჰქონდა, არ იყო დაფარული ეს ფაქტი. მაგრამ აქაც მას რომ ამაზე ღია განცხადება გაეკეთებინა, ღია ზეწოლა განეხორციელებინა ხელისუფლებაზე, ვფიქრობ, ესეც რაიმე სახით მედიაში გაშონაოთ. ანუ უფრო სავარაუდო ვარიანტი მგონია თუ კი დავუშვებთ, რომ ეს ვერსია მართალია მის ხელიერია ამ ამბებში. ვფიქრობ, რომ უბრალოდ რაღაც დიპლომატიურ მიღებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ირიბადეს საკითხი ახსენა, ჩვენ არც მიუქცევია სერიოზული ყურადღება, უბრალოდ ჩვენმა ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ნაკრების ისტორიულ ბექგრაუნდს ძალიან ჰგავს იმ მხრივ, რომ ცდილობს სტუმარსაც ასიამოვნოს და მასპინძელსაც, ეს ბრძანებად მიიღო, ბლიქვნელობის აქ ლესამაიმუნობის დოზას გადააჭარბა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს სურათი. საბოლოო ჯამში მე ვერ მეცოდინება აქედან რომელი სცენარი იყო, მაგრამ ჩემი ვარაუდები არის ის, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი იყო, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ამას ფაქტია, რომ კავშირი არ ჰქონია. ხო, ხშირ შემთხვევაში საქართველოს მიმართ იშვიათად არის ხოლმე რაღაცა ტიპის ეს განცხადებები, როგორც ვისაუბრეთ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. კი, ეს ჩვენ კი საბჭოთა პერიოდიდან დაგვრჩა, რომ დედამიწის ჭიპი ვართ, მაგრამ არ ვართ. კი ბატონო. აი ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმაც თითქოს უარი თქვა თავის საგარეო პოლიტიკურ მიზანზე, რომ აღიარებინოს თურქეთის გენოციდი სხვადასხვა ქვეყნებს, რაც გარკვეულწილად და ურთიერთობების დათბობის წინაპირობა არის. სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ უკვე საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტის არა, მაგრამ რაღაც პოლიტიკურ შეთანხმებაზე და რაღაც დინებები არის უკვე, რაც აჩვენებს თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანის ურთიერთობების, ასე ვთქვათ, დათბობას. რა მომავალი შეიძლება უწინასწარმეტყველოთ აი ამ პროცესებს? ერთი მხრივ სომხების გენოციდი ისტორიული ფაქტი, ელემენტარული, თუ კი სომხებით დასახლებული ისტორიულ რეგიონებში წავალ, სადაც ისტორიულად ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობდა. ეს ყველაფერი არის ფოლკლორის ნაწილი. ჩვეულებრივად ყვებიან, თავარი სიტყვა გენოციდი არ გამოიყენა, უბრალოდ სომხები ახსენებდა იგივე მალათიაში, სივასში, ელაზიღში, დიარბაქერში ჩვეულებრივად ყვება ხალხი ამას. და როდესაც რაღაც ფოლკლორის დონეზეა დარჩენილი და ასია ხალხის მეხსიერებაში გამჯდარი, ეს ისტორიული ფაქტია. მაგრამ მეორე მხრივ სომხეთს აქვს შემდეგი რეალობა. ის ხალხი, მილიონი ნახევარი 800,000 რაც იყო რაოდენობა, ცოცხალი აღარ არის ღმერთმა აცხოვს, უნდა იყოს და მოგონება, მაგრამ სომხეთს სჭირდება თურქეთთან საზღვრის გახსნა, ვაჭრობა სჭირდება, ტრანზიტმა რომ გაიაროს ეს სჭირდება, ცოცხლებს რომ მიხედოს ეს სჭირდება და ასეთ რეალობაში კი, სიმბოლურად სომხების გენოციდი სომხურ ნარატივებში დიასპორისაში განსაკუთრებით ძალიან დიდ როლს ასრულებს, მაგრამ იმისათვის რომ არსებული სომხეთი გადარჩეს, იმისათვის რომ სომხეთში ცხოვრება ცოცხალმა მოქალაქეებმა ამისგან სარგებელი მიიღონ და სომხეთმა შეძლოს და წინ გადადგას ნაბიჯი, ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე უწევს წასვლა. ანუ სომხების პირველ რიგში დიასპორას შეიძლება ეს ძალიან არ უნდოდეს, შეიძლება ეს იყოს ისტორიული ფაქტი და არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პოლიტიკა რეალურად სიმბოლური სიკით რაიმე ნაბიჯს არ ემსახურება და ობიექტურად რომ ვთქვათ, სომხური დიასპორა ამ გენოციდის საერთაშორისო აღიარებაზე არანაკლებ აღიარებაში რა კაპიტალსაც დებს ის რომ ჩაედო იგივე სომხეთში სოფლის მოწინავე კომპანიების ინვესტიციების მოსიდვაში დღევანდელი სომხეთის სხვადასხვა ქვეყანა იქნებოდა. ანუ ეს არის გარდაუვალი ნაბიჯი, რომელიც სომხეთმა უნდა გადადგას. გასაგებია. და ჩემი გადაცემის ბოლო კითხვა, ასე ვთქვათ, წინა გადაცემა ჩინეთზე დავასრულეთ ზუსტად ასე და აქაც მაქვს ესეთი კითხვა. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ ლოგიკას ატარებს, რომ შეიძლება ისტორიულ ფაქტებსაც ითვალისწინებს, რომ თურქეთს აქვს გარკვეულწილად ოკუპირებული საქართველოს ისტორიული ტერიტორიები. დღევანდელობაში რო შევხედოთ და არა ისტორიულ ჭრილში, აი როგორც სომხეთმა რაღაცა სიმბოლური დატვირთვა შეიძლება რაღაცას ჰქონდეს, მაგრამ დღეს უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის პრაგმატულად რა არის მნიშვნელოვანი. თურქეთი ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კორიდორი, ასე ვთქვათ, ევროპისკენ და ევროპული სტრუქტურებისკენ, თუ ეს არის რაღაცა ტიპის საფრთხე ჩვენთვის
პოლიტიკურ საერთაშორისო დონეზე ან კულტურულ დონეზე? მე ვფიქრობ, რომ თურქეთი თუ კი კავკასიაში იქნება დაცული ეს გეოპოლიტიკური ბალანსი იგივე სადაც თურქეთი ერთ-ერთი აქტორი იქნება და არა დომინანტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა დომინანტი და არა ერთადერთი, თურქეთის როლი საქართველოში ყოველთვის უფრო მეტად პოზიტიური იქნება ვიდრე ნეგატიური. და ვინაიდან ეს რეალობა ყოველ შემთხვევაში უახლოესი 10 წლების განმავლობაში გაგრძელდებასავით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთის ეს როლიც მეტნაკლებად პოზიტიური როლიც გაგრძელდება. მაგრამ თუ მოხდა ისეთი რეალობა და შეიქმნა ისეთი სცენარი, სადაც თურქეთი კავკასიაში ერთადერთი და დომინანტური ძალა იქნება, ასეთ სცენართან მიმართებაში პოზიტიური პროგნოზის გაკეთება, ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება წრთული მგონია, მაგრამ არსებული მოცემულობით თურქეთი ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ძალიან ბევრ რაღაცას შეიძლება დაგვეხმაროს. მართლაც არის ჩვენი ერთ კორიდორი პირველ რიგში დასავლეთისაკენ, მაგრამ აი ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხში რამდენად გამოსადეგი იქნება, არ ვიცი, 60-იან წლებიდან გამომდინარე თვითონ იგივე ცდილობს და აქამდე ვერ მოახერხა. თუმცა ამას სრულიად სხვა ობიექტური მიზეზები აქვს და არა ის, რაც თურქეთის პირველ რიგში ულტრამემარჯვენე წრეებში პოპულარულია, ანუ ის რომ ჩვენ მუსლიმობის გამო არ გვიღებენ ევროკავშირში. რეალური მიზეზი უფრო მეტად ის მგონია, რომ ევროპარლამენტის მანდატები ეს ევროპულ სტრუქტურებში თანამდებობები და ასე შემდეგ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობით მიხედვით ნაწილდება და ასეთ რეალობაში თურქეთი აღმოჩნდება ფაქტობრივად იგივე წონის მატარებელი როგორცაც გერმანია და საფრანგეთი. და ასეთ რეალობაში არ მგონია რომ ევროკავშირის ამ ორ დომინანტ ქვეყანას თავიანთი გავლენების თურქეთთან განაწილება სურდეთ. შეიძლება ეს შეიცვალოს თუ უფრო მეტი დემოკრატიზაციისკენ წავა თურქეთი და უფრო დემოკრატიულ რესპუბლიკას შექმნის? ეჭვება. ანუ ძალის განაწილების ამბავი არის საბოლოოდ. ევროკავშირის შიგნითა ძალის განაწილების ამბავია. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი თემა არის და ბევრმა არ იცის ამ თემებზე და იმედი მაქვს დღევანდელი ჩვენი საუბრიდან უფრო ცნობილი გახდება და ზოგს შეიძლება იმდენოზეც დააინტერესოს რომ რაღაცები მოძებნონ, წაიკითხონ, გაიღრმავონ ცოდნა. ამიტომ ამ ეს ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელი იყო. ჩვენს მაყურებელს კი მინდა შევახსენო კიდევ ერთხელ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ჩვენი პოდკასტი და ასევე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის სოციალური მედიის გვერდები, მათ შორის YouTube გვერდის. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ სამშაბათს 17 საათზე.